მოგესალმებით, მეგობრებო. აი ისევ YouTube შეემატება გრანდიოზული გადაცემა და გავანებივოთ YouTube-ს ჩავაპოპულარიზებთ კიდევ ერთი ეპიზოდი. სანამ მუნდიალზე გადავალთ, მანამდე რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის ესე პოპულარიზაცია გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები იყო საკვალიფიკაციო თამაშები ევროპაზე, ევროზე. იყო ასევე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო და იყო კონფერენს ლიგისაც. და დავიწყოთ ნელ-ნელა ამ თამაშებზე განხილვა საუბარი. რას ფიქრობთ, რომლით დავიწყოთ? როგორ გვირჩევნია თქმელი ლუკმა ბოლოსკენ მოვიტოვოს თუ ბარემ ემოციებისგან დავიცალოთ. ხო, მე ტორპედოს თამაშს უყურე ზირასთან. და არ ვიცი, ესეთი გათიშული გუნდი ისე რომ აი თან კონკრეტულად ვერავის ვერ დააბრალებ რა, რომ აი რო თქვა რომ წვრთნელის ტაქტიკამ არ იმუშავა, ან ფეხბურთელებმა ვერ გააკეთეს კონკრეტულად რაღაცები, ეგრე არ არის რა. ფაქტია რომ ამ გუნდში ხელმძღვანელობა სხვა მხარეს იხედება, წვრთნელი სხვა მხარეს იხედება და ფეხბურთელები უფრო სხვა მხარეს იხედებიან, იმიტომ რომ ზირა ეხა არ არის მადრიდის რეალი, რომ გამოხვიდე და ურც ვერ შეეხო და ორი პასი ვერ გააკეთო და რაღაცა შენ თავზე ვერ აიღო თამაში და საბოლოო ჯამში ტორპედოს არ გამოვიდა არაფერი. მე მგონი ერთი მომენტი ჰქონდა. ხო, მეტი არც ჰქონდა. რაღაცა მე-15 წუთი იყო, ცოტა რომ ოდნავ ბურთი დაიჭირეს და რაღაცა იმედი რომ მიგვეცა. აი, ტორპედოს თამაში რომ უყურებდი, ხო, ტორპედოს თამაში რომ უყურებდი, გამახსენდა სეზონის დასაწყისში ჯეოთიმს ჰქონდა კერესელიძესთან და შუსტერთან ინტერვიუ რა და ფეხბურთელების საკითხი შეეხნენ. იონსენი იყო ახალი წასული, მე მგონი და მან კერესელიძემ თქვა, რომ როგორი დასკვაც მე გამოვიტანე იყო ეს, რომ იონსენის დარჩენა გუნდში შუსტერს უნდოდა და იონსენის დარჩენა შესაძლებელი იყო, მაგრამ კერესელიძემ და სტაფმა გადაწყვიტეს, რომ ფანებისთვის და გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა გიორგი არაბიძის დაბრუნება. გიორგი არაბიძეს კი არაფერს არ ვერჩი. უბრალოდ პირიქით ძალიან გამიხარდება, რომ მაგ ბიჭმა ძველებური ფორმა დაიბრუნოს და რა პოტენციალიც აქვს, ეხა მაქსიმალურად ათვისება აღარ გამოვა, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც ინდონეზია ითვისოს, რომ სადმე კარგ ლიგაში ვნახოთ რა ეს ბიჭი. თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც გუნდში მოყავს მწვრთნელი ხანგრძლივი პროექტით და მწვრთნელს უნდა თავისი გუნდის ლიდერის შენარჩუნება, ჩემი აზრით, მენეჯმენტმა მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს რა. და ეხლა ვხედავთ სიტუაციას, რაც წეგანაც აღნიშნე, რომ გუნდი და მენეჯმენტი არიან გათიშული ერთმანეთისგან რა თითქოს. და არასწორი გზით ვითარდებიან. არ ვიცი ეხლა შუსტერის კონტრაქტში ესე კონკრეტულად რა პუნქტი დევს, რომ ვერ უშვებენ გუნდიდან. მაგრამ ფაქტია, რომ თუ რაიმე არ შეიცვალა და რაღაც საერთო ხედვაზე არ ჩამოყალიბდნენ მენეჯმენტი და წვრთნელი, ტორპედო წარმატებას ვერ მიაღწევს ვერასდროს ამ მოცემულ სიტუაციაში. და რავი, საბოლოო ჯამში ეხლა ქუთაისშია განმეორებითი თამაში და 3-0-ის დაქაჩვა ძალიან ძნელი იქნება. მაგრამ რავი, სასწაულის იმედად ვიყოთ და მაინც ვიმედოვნოთ, რომ ტორპედო თავის საფრთხეს მაინც იტყვის და ესე უსახელოდ რომ რაღაცა სამოყვარულო დონის გუნდის კალიბრი არ არის რა, უფრო კარგი ფეხბურთელები ყავს და ჩემი აზრით უფრო მეტის იმსახურებს თვითონ ქუთაისელი გულშემატკივარიც რა. და ეხლა წავიკითხე რომ რაღაცა დაძაბულობაა გულშემატკივრებს და შუსტერს შორის. და არ ვიცი რა, ძალიან დიდი ქაოსი არა და რო შეხედო ეხლა პრობლემები რაც საქართველოს კლუბებში არის ის, რომ ხშირად არის სახელმწიფო დავალიანება, რაღაცა ელემენტარი ყოველდღიური პრობლემები უფრო აწუხებს ქართულ კლუბებს ვიდრე ეს და ეგ არის ქართულ ფეხბურთის ჭირი. ხო და ტორპედოში ეგ სიტუაცია არ არის, პირიქით ყველაფერი დალაგებულია მაგ მხრივ. რავი, არასდროს არ დაწერილა, რომ ტორპედოში სახელმწიფო დავალიანება ან რაღაცები არ ჩარიცხულა თავის დროზე, ან ვიღაცა ფეხბურთელს უჭირდა გუნდი არ უდგება გვერდით ან რაღაც. მსგავსი არაფერი ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა და რავი, იმედია დაალაგდება უახლოეს მომავალში რა და ტორპედოზე მეტი რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშიდან გვაჩვენეს, რომ ჩავარდნილია უკვე ეს სეზონი მათთვის. და შემდეგ სეზონში არ ვიცი, ისევ თუ შუსტერი რჩება, მაშინ ჯობია, რომ მენეჯმენტმაც მაქსიმალურად ხელი შეუწყოს შუსტერს, რომ თავისი მიზნები და თავისი ტაქტიკა ჩამოაყალიბოს ამ გუნდში. და თქვენ რა სიტყვით? ჩვენ წინა პოდკასტებშიც საუბრობდით ტორპედოზე, დინამოსთან თამაშის მერე ტორპედოს აქვს ძალიან დიდი ვარდნაქვებით და ძალიან მოუკლეს. ის დინამოსთან თამაშიც იქ ლორიამ მოიგონა ის გოლი არაფრისგან, თორე შეიძლება ის თამაშიც ვერ მოიგო ტორპედოს. უბრალოდ იმ თამაშმა რაღაცნაირად ცოტა შეალამაზა ტორპედოს მდგომარეობა და ცოტათი. ახლა სუპერთასიც რო იყო,
კი იმას დავაბრალეთ რომ ორივე თამაში გასვლა ქონა, მაგრამ რეალურად არც ერთი თამაში მოსაგები არ ქონია ტორპედოს წეს. იმ პირველ თამაშიც მეკანემ გოშაძემ გაიგიჟა თავი, თორე გოლშიც წააგებდნენ და მეორე თამაშიც იბერიამ თავის თავს უნდა დააბრალოს, რეალურად იმდენი მომენტი ვერ გამოიყენეს, თორე ჯობნით. უბრალოდ კიდე იმათ თავისი პრობლემა ჰქონდა, კაცი გაუგდეს მერე კიდე ისევ და ვეღარ მოახერხეს და პენალტებში დამარცხდნენ, თორე სხვა მხრივ ტორპედოს აშკარად აქვს კრიზისი რა, დიდი ხანია. ჩემპიონატშიც ეთყობა ეგ, უკვე ჩამოქვეითდა არა და ერთი პერიოდი რაღაცა იყო დინამოს რომ მოუგეს განსაკუთრებით მაშინ რა ჩემპიონობისთვისაც ხო არ იბრძოლებენ, მაგრამ ვერ კაჩავს. და აშკარად პრობლემებია მაგ გუნდში და გამოჩნდა დაცვაზე ვსაუბრობდით წინა სუპერთასის მერე რომ ძალიან ისეთი გოლები გაუშვეს, ეგეთი გუნდმა არ უნდა გაუშვას ეგეთი გოლები. თან 2-0 რომ მიყავს თამაში. 2-0 რომ მიყავდა ტორპედოს მაშინაც ვახსენეთ რომ განცდა ეჭვი არ მეპარებოდა რომ იბერია გაათანაბრებდა. ისეც უნდა თამაშობდა ტორპედო. ამ ფონზე მე უკვე ეს კრიზისი გუნდში აშკარა არის და მარტო დაცვა კი არა, გამოჩნდა რომ მთლიანად გუნდი აღმოჩნდა მოშლილი და მექანიზმი. და არც გარდა იმისა რომ არც ტაქტიკურად იყო გამართული, არც ის არ იგრძნობოდა შილკა რასაც ქვია და შემართება საერთოდ არ ქონდა გუნდს. აი, ერთი მომენტი მახსოვს მე გადაცემამდე გითხარი, რომ უკია მიიღო მეკარისგან პასი 10-15 წამი ხედებოდა, ვისთვის გაეკეთებინა ცენტრალურ მცველს, პირველი პასი ვისთვის გაეკეთებინა, არავინ არ გაიხსნა, 9 ფეხბურთელიდან არავინ არ გაიხსნა. და გადაწყვიტა რომ თავისი დრიბლინგით წასულიყო თავის საჯარიმოდან. ორი კაცი მოატყუა, მესამემ წაართვა და მე მესამეზე დაჯარიმდა. თუ მესამეც მოატყუა და მეოთხეზე დაჯარიმდა, როგორც იყო რა, მაგრამ ეხა სიგიჟია რომ ცენტრალურ მცველს ბუკიას არაფერს არ უერჩი კაცო პირიქით. ძალიან მომწონს მაგ ბიჭის თამაშის სტილი და ვირო დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ რაღაც ეტაპზე რა ვიცი, ეხა 9 კაციდან ერთი უნდა გაგეხსნას რამენაირად რა, რომ ან გძელი პასი, ან მოკლე პასი, ან კედელი, ან სამკუთხედი, ან რაღაცა რო გაათამაშო და შეტევა რო დაიწყო რა. და ეხა ეგ რავი 9 კაცი რო არ გეხსნება, არც მწვრთნელის ბრალია, არც მენეჯმენტის ბრალია, არავის ბრალი არ არის, რაღაცები მინდორზეც უნდა გადაწყვიტო რა, შენ ანუ გააქვს მაგის ავტონომია და მაგის დამოუკიდებლობა, როგორც ფეხბურთელს, რომ რაღაცები შენ თავზე აიღო. უბრალოდ ეხა ერთი კაცი 11 კაცს ვერ მოუგებს ფეხბურთს და ჯობია რომ რაღაცნაირად თავის თავზე აიღო. თან ეხა არაბიძე როცა ყავს გუნდში, ეგანაც ვქვი, ამ ხელა პოტენციალის და ამ ხელა შესაძლებლობების ფეხბურთელი, ჩემი აზრით, უფრო უკეთესად უნდა იყენებდე რა. არაბიძესაც როგორც მწვრთნელი და ასევე როგორც თანაგუნდელი. და რავი, ეგ საერთოდ ვერ დავი, საერთოდ კი ვერაფერი ვერ დავინე, ერთადერთი მართლა ეხა გოშაძის კარგი თამაში აღნიშნოთ, იმიტომ რომ ეგ ბიჭი რო არა და მაგ ბიჭის სეივები რო არა, ტორპედო ჩამოვიდა და რაღაც სასწაული ანგარიშში. თან ზირაც არა ახლა ისეთი გუნდი რო თქვა რომ რაღაც სასწაული მეგონი მეხუთეზე. აზერბაიჯანის ჩემპიონატში. აზერბაიჯანის. ხო, რაღაცა განსაკუთრებული ის არა აქვს, რომ ახლა თქვა ის არისო ყარაბაღი. მაგრამ ეგეთი გუნდი. რაღაც განსხვავებულია ეგრე უშანსოთ წაგე. თან კიდე აღნიშნოთ რომ ვოლკომა გაგვიტანა ხო ერთი და ქართველებმა მოვიგეს. ისე გამოვიდა იქ. პაპუნაშვილიც არის. პაპუნაშვილიც კაი იყო, კი, რამდენი გასატანიც ხონდა. კი. ძალიან ბევრი მომენტი შეექმნათ. არა მარტო ვოლკოვს. ხო, ანუ სანამ იმაზე გადავიდოდებ, რომ ზოგადად ნუ გუნდში მართლა განხეთქილება სერიოზული ამბავია, თორე არ ვიცი, ეხა გუნდი ესეთნაირად თამაშობს, გასული ხარ საკვალიფიკაციოს თამაშობს, მეტი სჭირდება პასუხისმგებლობა. შეიძლება მაინც წაეგო, მაგრამ რაღაც შემართების, რაღაცა პროცენტი მაინც უნდა წაგების გამო კი არაფერი არ ჩანდა. არაფერი, გეუბნება, პროსტო გამოვიდნენ რა, ტიპები არ უნდათ თამაში და პროსტო გამოვიდნენ. ესეც არ შეიძლება რა, ყველაფერში უტყავს ეგ, არ მარტო იმაში კი არა, იმიჯიც იყევა მაგითი და ბევრი რამე ზარალდება მაგის. კი, მესმის იქ რომ ფინანსური პრობლემებია, მესმის რომ საქართველოს ჩემპიონატი არ არის რაღაც დონეზე და აზერბაიჯანს კი ხა ზიაზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ ფინანსურად ბევრად უფრო გამართულია ჩვენზე ვიდრე ჩვენ და მაგ ყველაფერს თავი დავანებოთ, მონდომება, იჟილკა არ იყო. დაცვის პრობლემებზე ვიძახი, რამდენი ხნის წინ ვიძახი, აი წერან დინამოსთან თუნდაც თუნთან იმებთან, ხო, ძალიან ცუდი დაცვაა რა და ეხლა ის 2 გოლი მინიმუმ ისეთი ცუდი გავიდა. აი შევიდე რა, არც ხვდება კაცს არ იყვანენ, აქეთ დატოვეს ცარიელი ეს ზონები გახსნილი, გაგიტანენ აბა რას გიზავენ და არც ემოცია არ ქონიათ წაგებაზეც, რაღაცა გაბრაზება არ ქონიათ. როგორც გავიდე მოედანზე, ისე გაშაგავდა. დათრგუნული გამოვიდა თავიდან. ფუც იღებენ და კანკალებენ. არ იციან როგორ სად მისცენ პასის, სად დაარტყან.
თან ისეთ სიტუაცია არის ხა ტრანსფერებიც არ ვიცი რა. რაღაცები გაკეთდა. ტორპედომ ვინ უნდა მოიყვანოს ეხლა? ან რა პოზიციები უნდა გააძლიეროს? მე არ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა ზირასთან რო აგებს სამითნოს უშანსოდ. მაშინ გამოდის რომ რა ვიცი 11 კაცი ვინც აკავს თავისი შეცვლებიანა, უნდა გაუშვა გუნდიდან და საერთოდ ახალი გუნდი უნდა აწყო, ხო? ნუ მე ესე ვუყურებ, იმიტომ რომ ზირა არ არის რა, რაღაცა სოფლიო ფეხბურთის გრანდი არა. აი დინამო რო ეთამაშა ტოტენჰემს ორი მატჩი ჯამში რაღაცა 9 თუ რაღაცა წავაგეთ რა. თან ის ტოტენჰემ თუ ხო რაღაცა მე მოი გოლი საერთოდ არ გავიდანე გავიდანე. ერთ-ერთი წავა. ხო ნუ რაღაც კატასტროფული ანგარიში წავაგეთ 0-5 და მაგრამ მომენტი თავარი ის იყო რომ იქ ეხა დინამოსთან არავის პრეტენზია არ ქონია რა, იმიტომ რომ ეს იყო ის ტოტენჰემია ხო, ბეილი რო გაყიდეს და ბეილი მაშინ მიდიოდა. 27 კაცი რო ერთად იყიდეს სოლდადოები. ხო, ეგ პერიოდია რა, ბეილი არ შეიყვანა განაცხადში, კიდე ბეილი ხორე. ანუ მაშინ ეხა დინამოსთან არ ქონია ეგ პრეტენზია, იმიტომ რომ ხო იცი რა, შენი საზღვრები და ეხა იცი რომ ტოპ 6-ის გუნდს რო ეთამაშები ინგლისიდან და გაგიჭირდა ხო და ბურთს თავზე დაგახერვენ ცოტა თო მაგრამ მასე უნდათ საერთოდ არ უთამაშია. ანუ დინამო იქ იბრძოდა რაღაცა ჯარიმები მაინც იყო რა, ბოლო და შემართება მაინც. ეხლა არ ვიცი რა. ზირასთან ესეთი დაბალი დონის თამაში ნამდვილად ანუ შეიძლება რომ წაგვეგო კი ესმის ყველაფერი თან ბოლო წლებიდან გამომდინარე ყველასთან წავაგეთ ვისანაც შეგვეძლებოდა და არ შეგვეძლო და რა ვიცი რა. მაგრამ რა ვიცი წარმატებები მართლა ტორპედოს და იმედია გამოსწორდება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ფინანსები არის ამ კლუბში, აკადემია კეთდება, პოტენციალიც არის. ვიღაცები შეიძლება იყოს გასაშვები გუნდიდან, შეიძლება ეგ მიზეზიც იყოს ერთ-ერთი, რომელიც გუნდში შეუთანხმებლობის ამბავიც ეგ შიდა სამზარეულოს ამბავია, თვითონ უნდა იცოდნენ და ახლა ამ წამ არ მარცხს ვერ დააბრალებ, გინდა თუ არა წურს. ეხლა შემწურას შეიძლება რაც ქონდას ტაქტიკაში სწორი ქონდა, მაგრამ ამათმა ვერ შეასრულეს ვერაფერი. დაიკიდეს და ნუ ბევრია წარმატებებს უსურვებ მაინც ამ გუნდს, იმიტომ რომ მაინც ჩვენია გვიყვარს, ყველა ქართული კლუბი მიყვარს ნაპირადად და ყველას ბალეშიკობ, გინდა ისე, გინდა ასე. მაგრამ მეც ვითხოვთ ამ გუნდებისგან აბსოლუტურად და რაც შეუძლიათ. რო არ შეეძლოთ არ მოვითხოვდით ხო. რო შეუძლიათ და არ ვიფაშვებიან, მაგას უფრო ემოციურად ხვდებით. გადავიდეთ დინამოზე. მაგრამ სანამ დავართ ამის თქმა ხო არ გინდათ ჩუმად ხართ. რას დაამატებთ? ან ჩვენი იბერიას იმედი უფრო. აი, მაშინ იბერიაზე ჩაერთე მოდი. სანამ იბერიაზე გადავთ, ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მართლა თამაშებს ვეძებდით, რამდენიმე დილას თამაშიც მინდოდა მენახა. დინამოს თამაში ძლივს ვიპოვე, შემთხვევით YouTube-ზე წავაწყდი მე. არა და ადრე პირველ არხზე გადიოდა ხოლმე, სულ როცა იყო საკვალიფიკაციო ეტაპი, ახლა სირკზე ვიპოვე, მაგალითად ტორპედოში მეტად საერთოდ არ მეპოვე ერთ თამაში. ხო, ტორპედო და იბერია სირკს ქონდა. იბერიას სირკი ხო, სირკზე გადიოდა ეგ. დილა და ის საერთოდ ვერ ვიპოვე, დინამო და რა ვიცი. იმედია ეს მაინც მოგვარდება, ხო? მაგაზე რომ ლაპარაკობთ ზუსტად ამ ტრანსლაციებზე რომ საუბრობთ, ხო? ერთ-ერთი წყარო ფულის არის ეგ. მთელ ევროპაში არის ეგ განთქმული და მთელი ის რომ გადმოსცემენ ამაში იხდიან ფულს. როგორც ახლა სოფლიო ჩემპიონატზე და რო იყიდულო ხო რაღაცა მილიონებზეა საუბარი. ქართულ ფეხბურთში არავის არ უნდა ამის გავისადა როგორ გინდა განვითარდეს მართლა რა. აგერ თამაშებს ვერ ვნახულობთ ვერაფერი თუ და აგერ ისეთ ხარისხში ვნახე დინამოის ვერაფერი ვერ გავიხარ. მართლა ვერაფერი წარკი. იმიტომ რომ რაღაცა YouTube ლინკზე გადავედი კროკოსის ამინახავს რაღაცა სხვა ლინკზე ვიყავი. ესე აში. ხოლი რო გავიდა იმით მივხვდი ყველა რო გარბოდა. იქაც ხო ანუ ეხა ხო ეგ მოსაგვარებელია რა თან ეხა 21 საუკუნეა არ ჭირდება რაღაც ასაკუთრებული აპარატურა მაგისთვის რა. ჩემს ეხა ყველა ქართულ კლუბს აქვს მაგის საშუალება რომ რაღაც YouTube-ზე გასტრიმოს თავის თავად. თუ რაღაცა კონფერენს ანუ UEFA-დან არის მაგის შეზღუდვა, UEFA-დან კი ბატონო და მაშინ რაღაცა ტელევიზიასთან შეიძლება დალაგს ამის საზოგადოებრივი მაუწყებლად ტელეკუთაისის ბიუჯეტს უხდით და რაღაცა რამენაირად მაგარი თამაშის ტრანსლაცია არ უნდა იყოს პრობლემა. საზოგადოებრივი მაუწყებლობა მე არ ვიცი ზუსტად როსტოვში შევიძახი რა. ამ ბოლო დროს აღარ ინტერესდება სპორტით. ამიტომ ეხა სიტყვაზე ის რომ კალათბურთი გვაჩვენეს ახლა თუ არა? კალათბურთი იმედზეა. კალათბურთი აჩვენეს. მე მგონი აჩვენეს. კი. რაღაცებს აჩვენეს. და ის ჭიდაობა რო იყო მაგალითად იმედზეა. ფეხბურთის ახლა რო იქნება ნაკრების თამაში კომანდიროვაც. წესით წესით მან უნდა გავიდეს და რა ვიცი ეს კლუბები ამოიჩენეს. ბოლო დროს ხო და რავი ან კლუბებისგანაც ვერ ვხედავ, იცი? მაგის
დაინტერესებას და მზაობას. აი ტორპედოს და ივერიას არ ვეხები. იმიტომ რომ ხო მოაწესრიგეს და სილხზე გადაიცა ძალიან ლამაზად. ეხლა შედეგი მოხდეს არ მომწონს სხვა ამბობია, მაგრამ ტრანსლაცია იყო. ორზე კომენტატორით, კარგი მონტაჟით, ყველაფრით რა და მე დილას თამაშის ყურება მინდოდა. საერთოდ ლინკი ვერ ვნახე. ვეძებე და ხო რაღაც მომენტში ეხა გვეზრდება რა, რომ რაღაცა აქეთ-იქეთ 1000 რეკლამას დამთავრდა თამაში მოვჭა, გავიდა 5 გოლი. დილას თამაშის არ მიყურებია. დინამო რო ჩავხდა 2-ით მოგზიდება. ძალიან კაი თამაში. მერე გადავახვია შესვენება. აი დინამოზე ერთ სიტყვი რომ ნუ შედეგი ხო ეხა მოვიგეთ და გამარჯვებულს არასამართლებენ, მაგრამ ორივე გოლი გავიტანეთ სტანდარტიდან. ეხა ნიკანინუას დონის სტანდარტების შესრულებელი რო ყავს გუნდში დიდი ფუფუნებაა რა, იმიტომ რომ იცი რომ ყველა ჯარიმა, ყველა კუთხური ფიფათის მონტანია მეტოქესთვის, მაგრამ კომბინაციური თამაშით რომ აი ესე პასებით რაღაცა მეორე ტაიმში უფრო მეტი მომენტი იყო. აი მომენტის რეალიზება მაგრამ აი პირველ ტაიმში საერთოდ თამაშიდან, ღია აქტიური თამაშიდან მომენტებს ვერ ვქმნით რა და ეგ პრობლემაა ჩემი აზრით და ეგ გამოსასწორებელია რა ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ეხა მარტო სტანდარტებით ვერ გახვალ რა ფონს რაღაც ეტაპზე შენზე ძლიერი მეტოქე დაფხვდება და დაგჩაგრავს რა მაგ სტანდარტებითაც. აი მეორე ტაიმში დინამო მე ბევრად მომეწონა მიუხედავად იმისა რომ მეორე ტაიმში გავუშვით გოლი. და აი კვარაზე მინდა რომ ვთქვა რა, პატარა კვარაზე თავიდან შემოვიდა როგორც მარჯვენა ფლანგზე. და ნუ კი იქონდა რამოდენიმე ჰაილაითი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გაამართა, მაგრამ მარცხენა ფლანგზე როგორც კი გადავიდა კვარა და ცოტა თავისუფალი სივრცე მიიღო, ბევრად აქტიური გახდა და ბევრად საფრთხო მომენტებს ქმნიდა, თუნდაც ის რომ აი ერთი კაცი მოაწყდა და უკვე 1 მეტრი ვართ რა ჩვენ შეტევაში. და ეგ მომენტი იყო. და რავი ხო ეხა კეცმას ფაქტორი წინა გადაცემაში ეხა ვთქვი რომ ამ გუნდს ეთყობა და იმედია რომ კეცმა რავი თავის დასახულ მიზანს მიაღწევს რა. ხო, კეცბამაც ეგ თქვა თამაშის მერე რომ შედეგია ამ შემთხვევაში ერთადერთი დადებითია რაც წამოვიდეთ იქედანო და კაი შედეგიაო, თორე თამაშის პრო რა თქმა უნდა უკეთეს ვისურვებთ და გასაუმჯობესებელია ძალიან ბევრი რამე რომ მაგაზე ისაუბრა თვითონაც. ახლა თბილისში დინამოზეა ეგ თამაში? მოესწრება დინამოზე? მესხზე ან მესხზე ან პეტრიაშვილი. ეს თამაში იქნება 16-ში. იბერია არის 14-ში, დინამოს თამაშიც აქვია და იმედია ბევრი ვიგო რა. იმიტომ რომ ძალიან ჭირდებათ ახლა ქართულ გუნდებს ჩვენი მხარდაჭერა. კი მოგებული აქვს იქ თამაშები, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არა. ვატაძემა ძალიან მოუკლო. რაღაცა რა მე მგონი პირიქით. ვატაძე ცოტა პირიქით. თითქმის 40 წლის კაცია და ახლა მოუმატა გაიხსნა. ეხა ამ თამაშში გოლი შეაგდო. და გოლები თავიდან. რავი ხო. ახლა ფორვარდი ხომ მოიყვანა თან დინამო. კი. ხო და მე მგონი კი. მაგრამ ნუ ვაწაძეს ახლა მეორეს უფრო გაიხსნა რა მართლა და რა ვიცი. არა ფორვარდის პრობლემაც არის დინამოში მომენტებს ძალიან ბევრს საფუჭებს. ხო და მომენტის თუ ანუ ეგ არის თავარი. რეალიზაციის პრობლემა. თავდასხმელის ერთ მეშახტესთან გაგიჟნეთ. და ფინიშოს ასე ვთქვა. ყველასთან მეშახტესა ყველამ გაგვიტანეს. ისაც არ დაეზარა 7 გოლი გავიტანეს. ჩვენ ყველგან უჭირთ მომენტების თემა. ხო რავი, დილას თამაშს ვერ უყურე როგორც თქვი, მაგრამ იბერიას მარტო გოლები. ანგარიში მისაღებია. ანგარიში სხვა შორის ძალიან სახალისო თამაში იყო დილას თამაში. როგორც წინაზე აღნიშნეთ, დილას თამაშები მოგწონს რა. სანახაობრივად ძალიან კაი სანახაობა გამოდის ხო. და ნუ აი მანდ უკვე ჩანდა ის სულისკვეთება, აი მანდ უფრო ჩანს გუნდური მექანიზმი ასე ვთქვათ. რა ძალიან კარგად თამაშობენ ბურთითაც და უბურთოდაც ხოთა შორის. და ქართული კლუბების ერთ-ერთი არის დილა, რომელსაც სპორტთა შედარებით დაცვა უკეთესია. აი მაგალითად კი იქ იბერიაზე გადავარდა ერთ-ორ სიტყვას ვთქვი, რომ იბერია კი მოიგო 3-2, მაგრამ დაცვაში ძალიან პრობლემაა. ეხა 10 კაციანი ფლორა რო გაგითანაბრებს. ძალიან ისეთნაირად აი დილას შემთხვევაში უფრო მყარად დგას რა დაცვა და შედეგზეც უფრო ისახება რა ნაკლებ გოლს უშვებენ თვითონაც გააქვთ თავარი და აი მომენტის რეალიზებას კარგად სვამენ რა ეგენის. მაგრამ ეხა ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ დილას ყველაზე იური მეტოქე შეხვდა ალბათ. ჩვენ დანარჩენი ქართული გუნდები. ხო ვერ ვიტყოდი ეხა სხვები კრამიტებს ამსხვენ. რა თქმა უნდა. ჩვენთვის ხო იცი ეგ არის რა. რეალურად ზირა რომ აუ ზირას ვერ გავწდებით ეგ კითხვა რომ ისევა უკვე ხო ხდება. ხო მაგრამ ახლა მაგის ვთქვათ რომ ტორპედოს ხო
და ყველაზე რთული რეალურად. სამაგრო სპონსორი იყო ზირაკ ბანკი, მაგრამ ჩვენ ვინ რეალურად ტორპედო უნდა ყოფილიყო იმაში, ხო? განთესილი უნდა ყოფილიყო და მე რაღაც იქ მოხდა. ხო და არ მახსოვს უბრალოდ რა. დინამოსაც ვის შეხვდა ეს სახელიც კი არ მახსოვს. მოლდორ რაღაცა. რომ თავარია ეს პირველი რაუნდი გაიარა წარმატებით ახლა მე თან ეხა ისიც უნდა ვთქვათ რომ UEFA-ს რეიტინგში რა იქ ქულებისაც იწერება ჩვენ უშუალო კონკურენტებზე ყველაზე მეტი ქულა ჩვენ დავწერეთ. რა ვიცი აი ტორპედომაც იქნებ მოიგოს და ამ ქულების ამბავშიც წაგვეხმარა იმიტომ რომ თამაში დაატრიალოს რა ვიცი. ხო რა დინამოსაც და დილასაც წარმატებებს უსურვებთ საშინაო მატჩს. არა თუ რომელი ატარებს, დილა ატარებს მგონი გასვლას და დანარჩენები ყველა სახში. საშინაო თამაშები უწევთ. და მივიდეთ სტადიონებზე მაქსიმალურად ქუთაისშიც იქნება თუ აქ თბილისში იქნება და დაუჭიროთ ხარი ქართულ გუნდებს და იმედია გაგვახარებენ. ერთადერთი ძალაა ეგ შეგვიძლია და ეგ მაინც ვთნათ. აი თბილი ლუკმა ბოლოსკენო და იბერიაზეც. მიდიება იბერიაზე. იბერიაზე და გილოცავთ პირველში გილოცავთ როგორც იქნა გავტეხეთ ნაოსი მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში. მნიშვნელოვანია ჩემპიონთა. ხო ამდენი ხანი ხო ეხლა წინაზეც ვლაპარაკობდით და დემჩენკოს არ ქონდა დრო რა რომ დაელაგებინა გუნდი და რაღაც თავის ფილოსოფიაზე აიწყო. აი რაც შევხედე ხა მე იბერიას თამაშებს აი ნერგაძის იბერია და დემჩენკოს იბერია ეს ერთად სტილისტიკურად ჩემი განმოსახედიდან დიდად არ განსხვავდება რა ერთმანეთისგან. ორივე რაღაცა აქტიურ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ სისწრაფეებზე ფეხბურთს თამაშობენ და ნუ ერთ-ერთი ხა რაც უნდა აღვნიშნოთ ისა რა გუდუშაუს და დემჩენკოს შორის რომ კონფლიქტი მოხდა ხო ეგ ცუდი ფაქტია რამდენი. რა გუნდის შიდა სამზარეულოა და დემჩენკოს პროფესიონალია გუდუშაურის და იმედია გაარკვევენ ერთმანეთში რა იმიტომ ხა ის დრო არ არის. ხო რა რომ რაღაცა პირად კონფლიქტებს რომ რაღაცები გადაყვეს შიდა სამზარეულო არ ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა ხა რამდენიმე ვერსია დაიწერა მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე მგონი ერთი გუნდია ერთი ოჯახია და უნდა მოგვარდეს ეგ ამბავი. აღარ არ უნდა იმუქმედოს გუნდის საერთო განწყობაზე და გუნდის პერფორმანსზე გავლენა. რავი ხო იბერიაზე რა შეიძლება ვთქვათ რომ ეს გუნდი სულ ბევრს უშვებდა და ეხაც ეგ პრობლემა არის რა. იმიტომ რომ აი წეგანო ვთქვი 10 კაციანი ფლორა არ უნდა გითანაბრებდეს ანგარის რა. და მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ის პლუსიც აქვს ამ გუნდს რომ გატანა შეუძლია. ეხლა მაგას ვერ დაუკარგავთ რა. თუ უშვებენ გატანა შეუძლიათ და რაღაცნაირად ეს ფლორას ბარიერი დაუძლიოთ და რაღაცნაირად რა დიდი შანსი გვაქვს, ძალიან კაი შანსი გვაქვს. გასვლა მოვიგეთ, ეხლა სახში გვაქვს სათამაშო და იმედია რაღაცა ის აი სახლის ნერვიულობა რო აქვს ხოლმე ქართველებს სავსე ტრიბუნებზე. ეგ არ დაემართება რა იბერიას და შვიდად წყნარად გავივლით ფლორას ბარიერს და შემდეგ ხვდებით სლოვანს ეგრევე ხო? მე უკვე რთულდება თანდათან რა. ხო და რა ვიცი ახლა ეს სლოვანის კი ჩემპიონთა ლიგა ითამაშეს ყველაფერი აქეთ იქნება მაგრამ ნუ ბრძოლა შესაძლებელია. მანდაც ახლა აისი წავიდა იქით პრობლემები აქვს. კაშია წავიდა. არა დალაგებული ქართველები აღარ არიან ხო ასე. ხო აისი შვილიც წავიდა. ხო აისი შვილიც აღარ არის და ბევრი რაღაცები შეიცვალა მაგ გუნდში ხო ლიგის გუნდი კიდე ცოტა სხვა თემა იყო. ცოტა ხმამაღლა. ხო. ხო და ვეგანბები მოკლედ იბერიას წარმატებები და მართლა გამიხარდება თუ შვიდად წყნარად გავლენ ძალების დაზოგვას ახლა არ ვთქვა რომ მეორე შემაგლობით გამოვიდნენ და დაახიონ არ გამოდის ახლა მაგრამ არა მეტი გასაქმე აქვს მე ვფიქრობ რომ არანაკლები ანუ იგივე დონის თამაში გველის რა ახლა სახში თამაშობ იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავრდა. კი ბატონო იბერიამ თავის თამაში ითამაშოს რაღაცა დემჩენკოს არ ამგონია რომ ეს გვარდიოლას სინდრომი რაც არის რა რომ overthinking-ი რო აქვს გვარდიოლას და ყველაფერი ახალი რო გადავწყვეტ მომენტში უნდა მოიფიქროს და ზავას ეგ არ დაემართა. ვინმე დოვნებ რომ კაცს არ გაუგდებენ. ხო ახლა იქეთ გაუგდეს კაცი. ხო და ახლა მოხდა რომ იბერიას ეგ პრობლემები აქვს. ბედოშვილი მომეწონა ძალიან ბართიშვილმა პენალტი ბართიშვილმა მოიპოვა ხო? იბეკიზო კიდე ვიღაცა უგან დაიქცა და რომელზე დაიდო. კომენტატორი შევხვდებოდა წესიერად რომელზე დამოწევდა პენალტი მაგრამ თავარია პენალტი. ბედოშვილი ძალიან ჯინჯოლავაც კაი იყო. და მაგ ეგ ბიჭი არ ამტკიცებს რომ იმსახურებს რომ მაღალ და მაღალ. კი. აი კარგი ყოველი მასზე ვატებს და კარგია რომ იბერიაში დაბრუნდა რა და რაღაცნაირად დაიწყო თავიდან ფეხბურთის თამაში, იმიტომ რომ რო წავიდა იქ ნიჟნი ნოვგოროდში. შიგანში ფლეშკორზე ვამოწმებდი ხოლმე რა რომ აბა თუ ათამაშებენ მაინც რა. და
აი საერთოდ არ ვიცი რა მაგ ბიჭის ეგ ტრანსფერი ალბათ მარტო ფინანსების გამო იყო საბოლოო ჯამში რა ეხლა თორე რა ვიცი სათამაშო პრაქტიკა იქ არ ქონია და რამე განსაკუთრებული იქ არ შეუქმნა მაგრამ ერთი რა არის იცი რუსეთში ვინც თამაშობს სხვადასხვა ძალიან ბევრ ამაში ადგება რა უკვე რუსეთის ჩემპიონატს არ უნდა ვილაპარაკოთ აი შეიძლება რაღაცა ჰაი კლასი არ იყოს მაგრამ რაღაცებს გასწავლის კარგად რა იქ რაღაც მომენტში მოთხოვსაც გასწავლის რაღაც მომენტში უხეშობასაც გასწავლის ამ ყველაფერის სინთეზი ხდება და გამოდიხარ იქი და რაღაცა ისა რა ანუ ყველაფერზე წამსვლელი რო ხარ რა ტიპი რა მე მგონი მაინც ჯობია ეგ გამოცდილება სხვა ლიგებში ხო მიიღო მაგრამ მათხოვა ეგ ყველაფერი შეიძლება ხლაპოში მოგიწიოს და ყიმა კინოაში და იებში მოგიწიოს თამაში და მაინც ჩვენ ხო ეხლა მე და მე ხო ტყიბულის მეშახტე ეხლა ჩემი კლუბია რა და ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ლიდერი დიმა გურცკაია წავიდა სპარტაკ კასტრომაში ხო რაღაცა მეორე ლიგის გუნდია რა და მე ხა იქ რომ მიდიხარ იმიტომ რომ უკეთესი ფინანსური შესაძლებლობა გაქვს გასაგები ეგ მართლა მესმის რა იმიტომ რომ ხა ადამიანები ვართ ყველას სჭირდება რა ფინანსები მაგრამ მე ის მაკვირვებს რომ აი კი ხა გასავარდნი გუნდია მე შახტე და რაღაცა განსაკუთრებულ ვერ ქმნის საქართველოს ეროვნული ლიგის დონეზეც კი მაგრამ ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია 21 წლამდელთა ნაკრების წევრია როგორ არ გამოჩნდა სიტყვა თქვა საქართველოში ცოტა უკეთესი ტოპ 4-ის ვარიანტი რომ იქ გადასულიყო და იქ გაეგრძელება იგივე ლადო ჩიხრაძე მეგონი სახელი არ მეშლება მე შახტის ფეხბურთელი იყო და ეხლა იბერიასთან გააფორმა კონტრაქტი რა და ეს ხო ეხლა წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებები ლადოსაც წარმატებები დიმასაც და დიმას კიდევ ვსურვებ რომ მალე დაგვიბრუნდეს ჩვენთან თუ არა და ევროპაში გააგრძელოს კარიერა რა ხო რა წარმატებები ყველა ქართულ კლუბს ყველა ქართულ ფეხბურთელს და იმედია ზირას ქართველები არ გვიწყენენ სამწუხაროდ და თავი დააბრალო საფაშოვის მან ნახსენა მე მგონი ზირას მშვენმა რომ კითხვა დაუსვეს ქართულ ფეხბურთელებს თუ გითხეთო ქართულ კლუბებზე ინფორმაციის მოწოდება და არა ეგ არ იქნებოდა კორექტული არაფერი არ გიკითხავთ ჩვენით მოვიძიეთო ინფორმაციებიო აი რა ინფორმაციის ვიდეოებს ამბავს YouTube-ზე და ხო რა მოკლედ მეც იგივეს ვიტყვის ვარაღა დავამატო წარმატებები ჩვენს ბიჭებს ჩვენ გუნდებს და ვიმედოვნებთ რომ გამარჯვებული დაუბრუნდებით და გადავალთ მეორე საფეხურზე და აშკარად აი ბედოშვილზე ვსაუბრობ და იმაზე და ძალიან ეს არის რა აი იბერია ყველასთან განსხვავებით კი შეიძლება დაცვაში პრობლემები აქვს მაგრამ აი მართლა ისეთ დონეს თამაშობს რომ იმსახურებს რა ჩემპიონთა ლიგის რაღაცა დონეს მაინც რა და იმედია რომ მიმართლებს მაგრამ გამართლებაც საჭიროა ფეხბურთში ყველაფერი ერთადაა და ჩვენს გულშემატკივრება ჩვენი არ დავაკლებთ ხო ჩვენ რაც შეგვიძლია ეგ არის რომ მივიდეთ და გულშემატკივრებთ აქედან დავამხელოთ სტადიონი ძალა არის ეგ ეხლა მithumetes სხვა არაფერი ის არა ქუთაისშიც ეჭვიან მეყარება რომ ანგარიშში უხედავ ბევრი ხალხი მიღა და აქაც ძალიან კაი ბალეში კლუბაც იქ აქაც ჩვენ უნდა მივიდეთ 90 წუთი მაინც ჩვენ უნდა ვიცადოთ რომ როგორ თამაშდავეს ბერიასაც და დინამოსაც გავარკვიოთ დინამოს ერთ დროს არ გვარი ერთ დროს არ იქნება ეს დღეებშიც სხვაობა იქნება დღეებშიც ეს ლიგა ეს კონფერენცია ეს სხვადასხვა იქნება იმედი 16-ში წერა ოვივე არც მაგრამ მე ვარკვიოთ კარგი გადავიდეთ ბიჭო გადავიდეთ მუნდიალზე თუ გადავიდეთ ნერნერა სოფლის ჩემპიონატის თავდება მიდის დასასრულის სოფლის ჩემპიონატი და ფინალებზე და ძალიან მოდი ესე ზოგადად ვიტყვი რომ მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სოფლიოსი ძალიან ბევრი რამე მოხდა და კიდე ველოდებით რაღაც სიურპრიზებს რა იმიტომ რომ ისეთი ჩემპიონატია რომ აი თავარი ახლა არის კიდე სულ ახალ რაღაცები ხდება რა და ძალიან მომწონს ეს მე ვიტყვი ახლა რაც მომწონს ის არის რომ ძალიან კაი ნახევარფინალები დაგვიჯდა მე ახლა ვიღაცებს კი უყვართ ეგ ანდერდოგი რო შეძრებას ანუ მე მირჩევნია რომ ეგეთი ნახევარფინალები დაჯდეს სახელიანი ვიდრე ვიღაცა რო გაძრება ხო რა კაია რა ეგრე უნდა ეს აუთსაიდერია მე იმ ანდერდოგს ვიღაცა დაიჭერს გრანდი და გაუნდა 7 გოლს და ისე კარგად დაჯდა მე მაგაზე შეიძლება რაღაცა დაჯდა რაღაცა მაგასაც შევეხები მე მაგასად ერთი რამეს ვიტყვი უბრალოდ ანდერდოგი საჩი ვაყოფილიყო ვერაფერს ერთად და ბრაზილია ჩილე გააგრებდა ეგ ცელები რო ურაფუნება
აი, შევეშვათ მაგას. მაგ ბრაზილია შევეცვათ ახლანდელ ბრაზილიაზე რას ახლანდელი უარესია, მაგას უფრო შევეშვათ. ნუ და მე არ ერთადერთი რაც ამბობ, ჩემთვის ძალიან გაწერილი უაზროდ გაწერილი ტურნირია. მატჩების რაოდენობა გაიზარდა ზედმეტად. ეკი მარა ახლა რო ყოფილიყო 32 მუნდიალს რაღაცა დღეს ამ ხვალ მორჩებოდა ტურნირი და ეგ იქნებოდა იდეალური თუნდაც ვარიანტი. ახლა კაპევერდე რო გავიდა მშვენიერი კაპევერდე ერაყები, ინდონეზიები და იორდანიები ახლა ხო ვაფშე თუ იყვნენ ტურნირი და თუ ემახსოვრება ვინმე საბამისა. მესამე გუნდების გასვლა არის კატასტროფა. მესამე გუნდები რო გადის ჯგუფიდან ეგ ძალიან ცუდი. ჩვენც ახლა ევროპაზე ხო მესამე გუნდის სტატუსით გავედით, მაგრამ აი მესამე 4 გუნდიან ევროპაში დონე ისე არ იმსახურებს რა მესამე გუნდი რა აი რატო პორტუგალია ეგრე გახდა ჩემპიონი? ნუ გასაგებია ხო ეხლა წარმატებული ვენაცვალე რაზეა საუბარი იმსახურებდა პორტუგალიამ რაც გაწულა ჩვენ არ ვიმსახურებდი რაც უნდა გაეჩვენა გაწურება ანუ 4 გუნდიდან 3 რო გადის ევროპაში აი, კიდე დონე ისეთი ისეთი რა. მაღალია ეგ არ ემჩნევა ის რატო ჩვენ ვერ გავედით ჩვენ გავედით მესამეთი რა გინდა მე სოფლიოზე სოფლიოზე რო გავსულიყავით დარწმუნებული ვარ რომელიმე ჯგუფიდან გავწრებული ეჭველი გავწრებული დარწმუნებული და აი ეგ ამბავი ხო სოფლიოზე რა უკვე ყველა თამაში წავაგეთ არ შეიძლება ერთ შესაძლებელია მაგრამ ჩვენ აზრზე არავინ არ შეცვლის ხო, ახლა ახლა. მაინც და მაინც კაი უშუალო მატჩებზე ხო ვერ გადავიდეთ გადავიდეთ ნელ-ნელა უკრიდან წავყვეთ მაშინ უკრიდან არგენტინიდან წავყვეთ. წავიდეთ არა ცხელია დღეს ვათაშორის მე ჩემ თავს ვაბრალებდი მე ხო არ ვაბუქებ თუ რაღაცებს და მე კომენტატორებს უსმენდი იმათაც ზუსტად ეგ ფრაზა თქვეს რა გუნდი რომელიც მატჩიდან მატჩამდე პროგრესის მაგივრად განიცდის რეგრესს რა არგენტინა თუ გავიდა გუში გავიდა იმიტომ რომ გუში და ტესტილას იყო ფაქტობრივად თუ გავიდა იმიტომ რომ ემბოლომ მოიგონა არაფრისგან თორე შვეიცარიას ისე მიყავდა უკვე თამაში იქ რო გაათანაბრა რომ ეჭი არ მეპარებოდა ესე მშვიდად წმარს გაგვაგდებოდა მე არ მომენტი ქონდა დაჭერილი კი შვეიცარიას მან უკვე მეორე გოლზე მიდიოდა აი მაგალითად ვისაუბრეთ ციტელ ბარათს მანამ ძალიან უაზრო წითელი ბარათი მიიღეს და ზოგადად ვიტყვი რომ არგენტინას რეალურად ბადი ასეთი ბადე რო არ ქონოდა ნახევარფინალამდე ვერ მივიდოდა უბრალოდ ეს ბადე არ არის მაგათი ბრალი ვიცი რა არის კიდე ეს ბადე გაიჩალიჩა იმიტომ რომ პორტუგალიამ და ურუგვაიმ ჩაიგდეს პირდაპირ აი ეს მეორე გოლი რო გაიტანეს დამატებითებში რო გაიტანეს რა იმ გოლის ვაიბს არ გავდა აი მაქსი როდრიგესის იმას მექსიკასთან ოღონდ იქით შერეზი იქით მხრიდან იყო და ეს აქედან მაგ გოლის მომენტში ველოდებოდი რომ ახლა ისე მესის შეტენიან უსხო და უცებ რო წვიტა და კი აი ეგ არის ამ არგენტინის ძალიან დიდი მინუსი რა ყველა ბურთი რომ წინ არგენტინა თამაშობდა მესისთვის სოფლიო ჩემპიონატი როგორ მაგრამ დადებითად ესენი თამაშობდნენ მესიზე აი რანაირად შეიძლება შეტევა ვერ გააკეთოს გუნდმა ისე რომ მესი არ ჩართო კი ეხა მესი ცოტა ისევ ამბობ რა რომ აი მესი არ ჩართო ისეთი მოსასმენია ხა ყურისთვისაც მაგრამ აი რაღაცა არიან რა ეხა ამ გუნდში სტარები არიან ამ გუნდს აქვს ტალანტი იმის რა რომ აი ალმადა შემოსვლა მე შეცვალა რომ მომენტში შემოვიდა ბიჭი ორჯერ და გოლი არ გაუტანია და რაღაც საოცრება არ უქნია მაგრამ თავის თავზე აიყო თავის თავზე გააკეთა და ეგ აკეთა იმ ლოპესმა რა წაიღო ბურთის სადმი აქო ყველა რომ გაკვირვებული იყო რას აკეთებს ეგეთი რაღაცები უნდა გააკეთონ რა სხვა გზა არ არის ყველა შეტევა მესით ვერ გავა რა დარწმუნებული ვარ თვითონ მესის რამდენჯერმე ისეთ ადგილას მიცეს რა თვითონაც არ უნდა იქ რომ პასი მიეცათ აი შეტენეს რასაც ქვია ისეთ სიტუაციაში როცა პოზიცია დაკარგული ქონდა წინასწარ განწირული იყო რომ იმ ბურთს დაგაგა არ ეს სხვა გაუკეთა ერთი ორჯერ ეგეთი მაკალისტერს ძალიან უყვარს მესი ძალიან უყვარს გოლის ზედმეტებში გადასდის ხო მესის ქონდა რამდენიმე კაი მომენტი ერთი გასატანი იყო ის ერთი რო იყო აფსაიდი რო იგონა ყველას მაგრამ არ ყოფილა თავზე რო ვაკიდებდა და ერთი ისეთ მარჯვენათი რო დაარტყა მე ხულიან ალვარესის გოლი ძალიან გამეხარდა რა იმიტომ რომ მაგბიჭმა რაღაცა თავდაჯერება და ლაუტაროსი გამიხარდა ლაუტაროს გოლის დროს მე ველოდი რომ ისე მესის მიცემენ მე ველოდი ისე მესის მიცემენ და გაადანებდი და ხო ხულიანმა უნდა იპოვოს თავისთავად იმიტომ რომ ეხა ინგლისთან უწევთ თამაში და ინგლისთან მარტო მესი ინგლისთან მარტო მესი კი არა მაგასაკში ვეღარ არის რომ თავარი არის რომ არგენტინა გავარდა ისეთ გუნდთან რომ თან კიდე ეხა უყურე როგორი ნახევარფინალი დაჭდა მაგ არგენტინა ინგლისი ხო და ორივე გადის როგორ ბოლოს იგებს ხოლმე და ეგეთები ორივე მითამაშა ახლა დამატებითი რომ მაგ თანაბარ პირობებში არის ბალამდეც ხო ეგრე იყო ანუ ერთი თურს აგებდა მე შემო ორი დამატებითი დრო ითამაშეს ხო თუ ინგლისმა ერთი არა ინგლისმა ერთი ის ბოლოს მოიგო კონგოსთან ამან ორი ჩემი აზრით რა ვიცი ფავორიტი ფორტუნა რომელიც კი იქნება არა მაგ სპეცი ფავორიტი ნება ინცეს ქონია
ხო, მაგრამ ინგლისი. დაცვაში ძალიან განუკითხავ. ერთი რამე ფაქტია, არგენტინაშიც არანაკლებია. რა ვიცი, არგენტინაში ყველა შეტევა გასდით. ყველა სერიოზული შეტევა, ამ ხომ კავშირში სერიოზული ინგლისს მაინც სასტავი ყავს და მაგი მაინც ეგრეთ ეს რის ჯეიმსი აღარ ბრუნდება ბოლო-ბოლო. გუში შემოვიდა. ხო და მე რა გუში რაღა იყო, როცა იყო რა. ინგლისის დავაში შემოვიდა. ჰენდერსონი არა შემოვიდა. არეული მაგდღედა. ხო, რა გვირია სოფელი და ხო, ბიჭო, მეც ეგრე ვარ, ახლა ვეღარ ვარკვევ ხოლმე ხვალ რომელია, დღე რომელია და ზეგ რომელია. ხო და რა სიტყვით, მეგობრებო. რა ვიცი, თქვენ სინაპარ ძალიან შუმად ხართ. გაიგოცა. თუ არა, კაი თამაში იყო, ანუ რეალურად ცუდი თამაში იყო, უბრალოდ აი თავისწილება დამჩარო ბესოს ის არ იყოს, ბესოს სიტყვები მართლდება რა, ანუ თამაშიდან თამაშამდე რაღაც პუნქტში რეგრესი ეტყობა ამ არგენტინის ნაკრებს და მართლა თითქოს აი ისევ მესიზე დამოკიდებულება ცუდად არ ვამბობ ამას. ანუ ისევ მესის ფაქტორმა უნდა ითამაშოს, რომ აი არგენტინა მოიგოს, აი იგივე გამთელის დღევანდელი თამაში რაც იყო. ისევ აი მესი ცუდად არ ვამბობ. უბრალოდ ინგლისთან ჩემი აზრით აი ეს თამაში, აი ეს პრაგმატული ფეხბურთი არგენტინას ნამდვილად არ გამოადგება. ინგლისის პრაგმატულად თამაშობს, ვერი თუ. ინგლისს კარგად ითამაშა შედარების რაღაც თამაშა. ანუ ინგლისს ნახე ის მომენტი არა აქვს, რომ დაცვა იშლებოდეს 2-3 კონტრ შეტევაზე. ეგეთი მომენტი არ აქვს. ეხა არგენტინა, შვეიცარია ძალიან კარგი გუნდია, მე ძალიან მომწონს რა, საშუალო ევროპული ნაკრებებიდან ვინც იყვნენ, ყველაზე ნაკლებს შვეიცარიისგან მოველოდით, ხო? ეგრე იყო, რომ ვამბობდით თურქეთს, იქ ჩეხეთი ბაღლები არიან, ამას იზავენ, იმას იზავენ, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად შვეიცარია გამოვიდა, სწორად ღირსეულად ეთამაშა არგენტინას, ხო? მოწესრიგებული გუნდია. უბრალოდ აკლიათ კლასი, შეტევითი კლასი. და ეხა დიდი მნიშვნელობა აქვს ემბოლო როცა გიტევს და როცა გიტევს ჰარიკეინი იგივე პოზიციიდან რა. კიდე თან შვეიცარიის მანზამბი დაწუნებულება მანზამბი რომ იყოს სხვა თამაში იქნება. ესეთი კონტრშეტევები, რაც არგენტინას გასდიოდა, ერთი მომენტი თუ გახსოვთ, მარტინესმა გააკეთა ძალიან მაგარი დაფარება. ემბოლომ გააკეთა კარგი პასი. მოლინამ რო აცილა ზუსტად იგივე მომენტი იყო, უბრალოდ აქ ემბოლომ პასი გააკეთა რა და ლიჩა მარტინესმა სასწაული დაფარება გააკეთა. კი ეხა ჰაილაიტისთვის მაგარია და როგორც ფეხბურთი გიხარია რა წამოგახტო. ხო, მაგრამ ეგრე რო რჩება, რომერო სად იყო? ეგრე ხო ეხა ეგრე აბა რო დარჩები ეხა იგივე ჰარიკეინთან და ეზესთან და მადუეკესთან და საკასთან ისინი შეასრულა ბელინგემი რა ბელინგემთან ბელინგემი თუნდაც რა ბელინგემთან პირველ რიგში ხო და რავი ანუ არგენტინას ეგ გამოსასწორებ რამდენად გამოასწორებენ ეგ კიდე საკითხავია მე ამჯერად და სხვათა შორის მე პირდაპირ ვიტყვი ჩემ პროგნოზებს ახლა აბა საერთოდ გონია რომ გამარჯვებული იქეთებადიდან იქნება ამიტომ მიჩვენენ აკრატინას წყარად გავარდეს ჩემი არგენტინა და მესამე ადგილისთვის მატჩი ზონას ვიდრე ფინალში გადია იმათ ფინალში მტერი შეხვდა და ეთამაშა ბარემ მესის მედალი შეხვდეს მაშინ მაგას ვიძახე ხო ინგლისი შეხვდეს იმას ფინალში საფრანგეთს იქეთ კაცი და ჭამია. აფოცონებს რაც უნდა ისულიათ ერთმანეთს იქით ორი ისეთი ტიტანი და გიგანტი ნაკრები არის ბიჭო რა ბედნიერება მესის სოფლიოს ვაღარ წორა ჩემი პროგნოზი მართლია რომელი ინგლისი და ესპანეთზე მქონდა და ფსონი ესპანეთზე მივალთ მაგრამ და ფინალ მანამდე სანამ შევეხებით იქეთა ხარეს ხო ინგლისი არგენტინა სულ არის სკანდალები ხდება ხოლმე კი 98-ში იყო ხო და იმედია რომ რაღაცა ეგეთი არის 98-ში იყო და სიმეონემ და ბეკემმა იჭმობეს 86-ში იყო და ის მარადონას სოლიერ მერტის ხედა და კიდე ახლა რატინი მოკვდა სხვათაშორის არგენტინის ყოფილი კაპიტანი ხო და ეგ ბევრს არ ახსოვს და 66 წლის ჩემპიონატზე ერთადერთი სკანდალი ის ფინალში გადალილი გოლი არ ყოფილა არგენტინა ინგლისის დროს მოხდა ეგეთი რამე რომ რატინი იყო არგენტინის კაპიტანი მაშინ და საერთოდ გააძევა ანუ გინება დააბრალა რა შემაგინაო თუ ვიღაცა არ გავიგოთ თუ რაღაც ხო ვიღაცა შეაგინაო ეგეთი რაღაცა მაგრამ ახლა როგორც ახვევენ იქ ის ესპანური ცნობილი სიტყვა არ ფიქსირდება და სავარაუდოდ ყველა გააკეთეს ისე აი არგენტინელებმა ის ღმერთის ხელი რომ გაიტანეს სხვათა შორის მე იმას ახსენებდნენ რომ თქვენ ხო მაშინ 66 საჯისიმით გახვედით ახლა შური ვიძიეთ მაგის გამო თან არგენტინელებს ესე გააქვთ რა ჩატოვებული წყენების გახსენება იციან თავად ჯერისედაც ის კონძულების თემა იყო მაშინ და კიდე ისიც გაუხსენეს რომ 66-ში თქვენ მაშინ რატომ თქვენ გააგდეთ
ასე რომ ნუ დაძაბული თამაში იყოს, კარგი თამაში იყოს. კლასიკას ველოდებით. სკანდალების და კაცისყრის გარეშე, კრიმინალის ეგეც გარეშე. იყოს, რა უხდება არგენტინა ის. სუფთა ფეხბურთი იყოს რა. ბალეტი არ უხდება არგენტინაში. ვიღაცების ჩარევები და ვიღაცების ასიკეთოდ გაკეთება არ უნდა უნდა გაიყვანოს ინგლისის მეტად. არ მინდა ფრანგეთთან შეხვედრა. რატო ფინალში გავარა იმ არ თვითონ მე მინდა რაღაცა ასტროლოგიური აგენტი შევიდობ ეს. უარ გადავიდეთ. ასტრონომიური უფრო. არა მეც თუ მეც ვიტყვი სიტყვას ამ თამაშზე რაც იყო ეხლა რაც დავინახე ამ თამაშში არგენტინისგან ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ისეთ თამაშს რა ბოლოში უნდა შემოატრიალოს რა თამაში უეჭველი და მასეც ხდება რა უკვე და აქეთ მხრიდან ეს არგენტინაც და იქით ინგლისიც ორივე ეგრეთი ვაიბის თამაშებს ატარებენ ამ ბოლო დროს და ვანან მაგაში კი კაის იქნება ერთმანეთს ჯახი იქნება და მე კიდე იმას ვიტყოდი რომ წითელ ბარათზე რო შევეხო რა თქვენი აზრით გასაგდები იყო წესების მიხედვით კი ასე ანუ მან მე როგორც ავიკითხე იყო ის მომენტი რომ რაღაც არედეს უჩვენა გაფრთხილება VAR-მა უთხრა ყურში რომ გადაამოწმე ეპიზოდი ანუ ყვითელის გაუქმების ამბავი იყო მან და არა ის რომ ემბოლომ სიმულაცი ანუ არედეს ყვითელი ბარათი რო არ ეჩვენებინა შეიძლება VAR საერთოდ არ ეთქვა რომ სიმულაცია იყო და რეალურად ჯარიმა არ ყოფილა როგორც წავიკითხე იყო და მე მეორე ვერსიაც წავიკითხე რომ იმიტომ უთხრესო რომ მეორე ყვითელი მიდიოდაო ემბოლოზე და მაგითო გადაამოწმებინა რავი შეიძლება შეიძლებოდა რომ მეორე ყვითლისგან ცოტა შავი შეეკავებინა ამ ერთ მომენტში მაინც იმიტომ რომ უყურა ტეო ჰერნანდესის თქვა ეგეთი რაღაცა რომ მასეთ მომენტშიო შეიძლება ანუ თვითონ თამაშის დინამიკას მიყვები რა განმას განზრახულებას უარ ქონოდა ეგეთი რაღაცა რა და შეიძლება ანუ ყოფილა მომენტები ისეთი რომ აი ფეხსო გიდგავენ შეიძლება მოეჩვენა რამე მართლა რაღაცას გიდგავენ და სიტყვაზე ფეხით ანუ ახტი და დააბიჭდეს შემთხვევა რომ მაგის გამო მოეჩვენა შეიძლება მაგრამ ხო რა ვიცი ჩემი აზრით თან მithumedes ნახევარფინალი ანუ მეოთხე ფინალია წესებით სუფთა საფეხბურთო ხო და მე თვითონ წესი მოშვები რა რაღაცები არის მაგრამ აი ხა ის დეიუნგი იყო ხო ჩაბი ალონსოს რო ციხე რო ციხე ჩარკა და ეგ ავაგიდეო ვაფშე არც გაუგდია ანუ არ გაუგდია ხო და ანუ ეგეთი ამბავია რა ხა მან აი გასაგდები ფეხბურთის წესებს თუ მიუყვებით თუ წესებია მაშინ წესები ფინალია და დავინდოთ ანუ რას ვიზახი იცი რომ ეგეთ თამაში ჩემი აზრით შეიძლება რა რაღაცნაირად იმას აქნა იმიტომ რომ აფუჭებს ყველაფერს მე იმ საძია დამკიდებული მაგრამ მაგრამ იერარქია რა გითხრეს სიტუაცია შენ თვითონ ნახე რაღაცა აქეთ იქე და მაშინ რა უნდა იქნა რატო ვაუქმებ ჯარიმას ხო არა კაცო არგენტინა ეგრებოდა იმ შეგჭამას რა უნდა ქონოდა არა ხო და ვაფშე არ უნდა მაშინ ნახე მეორე ვარიანტი იქნებოდა რომ აქეთ უკვე არგენტინის ფანებს გადაინტერებდა რა რომ კაცი გასაგდები იყო სიმულაციაზე და შენ კაცი არ ანუ ეგ კონტროვერსია ფეხბურთში სულ იქნება მე რას ვიძახი აი ხო არის რაღაცა თამაში რაღაცა მოქმედება რომელსაც დაერქმევა თამაშის ჯამაშის ერთგვარი ნაწილად მაგათად ისეთი ვარდნა რომელიც არ ჯარიმდება ბურთსო შეეხები და არ ხარსო გაკრაო არ რაღაცა ანუ ეხო თამაშის ნაწილია ჩვეულებრივად სიმულაციაც ანუ ჩემი აზრით თამაშის ნაწილი არა მაგაში ვერ გეტყვი თუ არ მე რატო ვიძახი იცი შეიძლება ფეხბურთელმა ეგეთი რაღაცა გააკეთოს ამ სიმულაციის გამო შენ გაფრთხილება მისცე და გამეორების შემთხვევაში მე გავაგდებ მაშინ ყველა სიმულაციაზე მასე ხო და მე მაინც გავაგდებენ მე არ ნახე არ მაგის გამო პენალტს კი არ დაუდებენ უბრალოდ გააფრთხილებს სისტემები ხო გახსოვთ პეპეროგანის ნახევარფინალში დანიალოს მათ კონტაქტი არ ყოფილა იყო კონტაქტი იყო ეგ მარკას კავიმაზე არ იყო ამოჭრილზე მე კონტაქტი იმხელა არ იყო როგორც გააფორმა თორე კონტაქტი ხო და ანუ მანდაც რა იგეთ მომენტებში სულ იქნება მაგრამ სადაც VAR იგა ეხა და გადამოწმებადია თან ეგეთ სისულელეზე რა საერთოდ კონტაქტი არ ყოფილა მოუნდა მართლა რაღაცა ოსკარის აღება უწებენ ბოლოს და თავისთავად უნდა დააბრალოს რა საბოლოო ჯამში ვერავის ვერ დააბრალებს მაგას ემბოლო მას გაკეთებიო სიგიჟე თორე ემბოლოს ძალიან ჩვეულებრივად ჩემი აზრით გავიდოდა შვეიცარია მანდ ემბოლოს რო ექსიგიჟი არ ეკეთა
მოიგონა აი რასაც შეება ისევე მოხდა საჯარო შეიძლება მაგრამ რომ არ ბიჭო, გაიგო იცი რა, რომ გაიგო აი, 50-50 თახო და არისო 50-50 არისო რა აი რა გააგდო ვიცი რა, ვერაფერს ამ ხელა ფსიქოლოგიური რამ იყო ჯერ როგორ კი განიცადა როგორ კი განცდით ყველა განიცდის არა ვის დამნაშავეა ეგრე ვის განუცდია სიმულაციაზე ეგრე რომ იმიტომ რომ მიხარ ასესულელე გააკეთა ახლა რა მე მიხვდას ვერ დავარქმევდი მაგას რა ანუ განგება არ გაუკეთებია რა ბიჭო განგება ბევრი რამე არ ხდება მაგრამ მაგის გამო იმაშობია მასა ის ბალოგუმის განგება არ ჩაურტყამს ის ციხე რო გააგდეს მაგის გამო მესი მოგანგებ ჩაატყ განგება რა ის რა კიდე შვეიცარიის პრემიერ-მინისტრის რა პრობლემა იყო არა ისე ეგ რო გავიგე რომ ტრამპმა დაარეკა მე თვითონაც რო აღიარა რა ხო ეგ ხო გააუქმებინეს აი რა ისტორიები გამახსენდა იცი 91 წლის დინამოს ფეხბურთელები რო ყვებიან რა რომ ხო ხდებოდა ეგეთი რაღაც ხარ აიკონის პირველი მდივანი რეკავდა ხან ვიღაცა ცეკადან რეკავდა რაღაც ეგ გამახსენდა მე მუსოლინის და იმათი ამბები რო ერეოდნენ პირდაპირ ეგენი ამახსენდა ფრანკო და მუსოლინი ფრანკომ ჯარი მიაყენა ვიდელა და ეგეთი სასტანი აი გადავიდეთ გასულ შენ არგინდა არგენტინაზე მან ჩაგიდა რა ვერ უგითხრა მე გისმენთ ტელეფონიდან რო ჩამოვიჯექი აქ ისე თვილა ატივიცეთ რობერტ აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწოდებთ იაქტიუროთ გთხოვთ რომ ვიაქტიუროთ ბოლო ვიდეოზე ძალიან ცოტა გამოხმაურებაა და ამ ეს სწავლოთ ბიჭები ამდენი რაღაცა აგერ სიცხეში ოფლიანდებით რაღაცა და ლაიქეთ დაწერეთ რაღაცა რომ ნაგეიდება წამის ამბავია ხო გასასვლელი ხო არა ხო იდიზარ შეგვეწინა აღმდეგეთ ხო თუ რაღაცა ის არის ეხლა ვერ გავიგე ისმენ მარტივი ბადე შეხვდა არგენტინას ცოტა ხმამა მარტივი ბადე შეხვდა არგენტინას ეხლა მოუწევს ნამდვილ მეტოქესთან თამაში და მე როგორც მესის ფანს მინდა რომ ორბურთზე მეტი არ წააგო აუ კიდე აქამდე სამომსული იყო ალბათ არგენტინა ამ თამაში მაგრამ ახლა მოვიდა ეხლა თავარია რომ ძალიან დიდი სხვაობით არ წააგო აი მანდაჟულად მესი რო არა აქამდე ძალიან გაუჭირდებოდა ვიღაცამ დაწერა და მაგას ხო ვიტყვი ინგლისი არის ერთადერთი გუნდი რომელსაც თვითონ შეუძლია თავის თავთან წაგებაო მაგის მეშინია ძალით არაფერი მოიგონა ფინალში არ გამოიშვანთა და შეგვჭამ საფრანგეთს აი იქიდან ესე იგი უეჭველი საფრანგეთია ჯოსტოუსმა თუ რამე არ მოიფიქრა იქ რაღაც არა ადეკვატური როგორც ჩვევიან დროს არა ინგლისში მომფიქრებელის მეტი რა არის რო რამე ეხა რომ უყურებ ყველა შეუძლია რაღაცის მომფიქრება და რაღაცის გაშალიშება პრობლემა არის კაები რა მაინც არა რა ვერა განახეს ნო 2025 წლის 18 დეკემბერს დავწერე რომ ინგლისი მოიგებს მსოფლიოს 2018-ში 25-ში 2025-ის 18 დეკემბერს მე ახლაც გეტყვი რომ ვერ მოიგებს ინგლისი რომს გავიდეს ფინალში 12 ინგლისი ძალიან გაუჭირდება მაგრამ იმას საფრანგეთს ასე ორ დაცვა არ ყავს სოფლიოს ვერ იგებენ მასე ვერ ვიტყვი სოფლიოს ვერ მაგაზე იგებენ გადავაც თამაში უცხოელი მწვრთნელები ისო მაგ თამაშამდე ნიუ-იორკ ნელ-ნელა კიდე ერთ დავამატეთ რა არგენტინაზე აი მესის ფაქტორზე რომ საუბრობთ და ისევ არის რაღაცნაირად 40 გოლსო შეადარების აი რონალდოს ვიცით ამას აღარ გავაგრძელებ როგორც ექცევი ამ გუნდში რაც ხდება მაგის თავს მესის შემთხვევაში ეხა მაგალითად არგენტინის თუნეს რა შემოხსნა სკალონი როგორ ჩამოაყალიბა ეგ რომ ანუ პრეს კონფერენციაზე მკითხეს რა რომ მესის კიდე დაარტყმებინებთო პენალტსო და ეგ თვითონ ანუ მესი თუ იტყვის უარსო მაგ შემთხვევაში თუ დანარჩენ შემთხვევაში სულ ყველა არცინოსო მაინც მესი დაარტყმავს აი როგორი დამოკიდებულება ეს მწვრთნელი კი იძახის ამას მაგრამ თვითონ ფეხბურთელებიც მასე ფიქრობენ რა და იქ ამორეს მართლა კაცო ყველაფერს გავაკეთებ რომ მესისთვის კიდევ ერთი მსოფლიო მოვიგოთ თამაშზე ყობა საჭირო ეგ შეიძლება ხო და ზედმეტია ჩემი აზრით ეგ უკვე ცოტა ამლაშებენ ბიჭო არა მაგაზე მაღალი არა ყავთან გავიგე რომ არა თამაშობს გავიგე რო არ შეეძლოს კიდე ხო არა უკვე გადამლაშება მოხდა ანუ ეგ იმას არ ნიშნავს რომ არავინ არაფერი არ გააკეთოს და მარადონას ეკლესიებია ბიჭო რვა გოლი ეკლესიებზე კი გაიტანა ამიძახი თამაში არ შეიძლება მასა ერთ კაცზე ჩამოგიდო ახლა არგენტინა როგორც აგეთ ბარსელონას დაემართა ეგრე 2019 იყო ბარსელონა მესი გუნდი ხო არ შეიძლება ეგრე ახლა გაიმსგავსება თანდათან 2019-ის არგენტინა და ნიკოპას ხო არ იყენებს ნიკოპას არ იყენებს მესი მეონეც მინდა რომ ნახო ლოჩელსოს საერთოდ რატო არ ათამაშებენ ვერ ხვდები
ერთი თამაში იყო და ჯარიმას მაინც სინოებს ერთი თამაში ამასო. ბიჭო მე მგონი იმ თამაში იყო იორდანიასთან არ მახსოვს ზუსტად მაგალითად წინა ბალაბისი ტყუილა დადის კარგი ტრიბუნის. არა და ეხა კი კარგად დგას ბოლინა და იქეთ ტალიაფი. ვერ ვიტყოდი რომ ფლანგის ფლანგებზე ნუ ნორმალურად დგას. ფლანგებზე უჭირთ, გასაგებია. რა პრობლემაა? აი რაღაც მომენტში არ შეიძლება რომ აი სიტყვა თქვა დეპოლი მოიხსნას და სიმეონე დადგეს ფლანგზე როგორც თან ეხა ორმხრივად კარგი ფეხბურთელია რა სირბილი შეუძლია ჩაწოდება შეუძლია და ნუ გასაგებია რომ ესე ფლანგებზე არ თამაშობს არგენტინა რა ეხა თანამედროვე ფეხბურთში ეგეც დიდი პრობლემაა რა იმიტომ რომ როცა რაღაც შენი შეტევით შესაძლებლობის რაღაც ნაწილს არ იყენებ უკვე პრობლემაა რა დიმარიას წასვლის მერე ისე გამოდის რომ ვინგერიც და მთელი თემებია ფლანგზე და მესის უწევს ხოლმე გადასვლა ისე მანდაც და ხო ეგ სერიოზული პრობლემაა მე აკეთებს ნუ მაგათი და აკეთებს კაცო ვინიძახის არ აკეთებსო სხვა რამეს ხო ფლანგებს რაც შეეხება კიდე თამაში არ ყოფილა მე მგონი არგენტინის რომელიმე ფლანგის წელს 90 წუთი რო ეთამაშა სულ ეგენი იცვლებიან ანუ რაღაცა პრობლემა იქ ტრამვი ტალიაფიკოზე ტრამვის ამბავიც იყო და მაგიტო იქა თავიდან ის მედინა მაგრამ აქეთაც პრობლემებია მოლინა და მერკადო ფაქტობრივად ის მონტიელი ფაქტობრივად ყოველ თამაში ერთმანეთს ცვლიან და 90 წუთს ერთ-ერთი ვერ ამთავრებს ეგაა ფაქტი ახლა გუშინ ნიკო შემოიყვანა და ნიკომ კარგად ჩაერთო იმ ერთ ჩაწოდებას თუ ჩაუდგა სასწავლებლად სად გაუშვა ის მოსალესი კარგი იყო ეს მომენტი ხო, აქვე სანამ მეორე თამაშზე გადავალ, პატარა ინფორმაციას განჩება იცოდეთ კიდევაც, მაგრამ ვინც აიცით, ამას დავაფიქსირებ. 9 ივლისს თუ იცით რა მოხდა. 2006-ში. იტალიამ მოიგო. იტალია მოიგო. საფრანგეთი იტალიას ფინალი იყო 9 ივლისს და სადაც მატერაცი უთავს ზიდანს აი ეს ისტორიული დღე იყო. ასე ყველა დღე მასე 11 ივლისს ესპანეთმა მოიგო რა. არა, მე აქ ვიდა ამ მოქმედებას ვიძახი, გამოც რაღაცა ამ ყველას 11 ივლისს ბასტილია აიხსნა. თავში ფეხბურთის ამბავზე ვიძახი. ხო და 11 ივლისს მოიგო ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი. 9 ივლისი ეს არის ძალიან დიდი დღე. რატო არა 11 ივლისი ესპანეთმა იმიტომ გეტყვი ახლა რა. კეთან ჩვენთვის იტალიის ფანერისთვის განსაკუთრებით 2006 წლის მუნდიალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მერე მეორე. ზიდანი მაგ ჩემპიონატში იყო აღშკარა ვარსკვლავი კი არა ლიდერთა ლიდერი. ღმერთი იყო ფეხბურთის იმ მომენტში. და ამ მოქმედების ფინალში გავიდის იტალიას ხვდება, სადაც ყველა ელოდება საფრანგეთის ჩემპიონობას და ვახდა ეგეთი რაღაცა ხდება თავში ურთხავს ამის გამო აგდებენ რა თქმა უნდა გააგდებენ და იმცი აგდებენ რომ დღე ყველა ხო კარგად იცის ეგ მომენტები რაც მოხდა და როგორც მოხდა რა კიდევ ვერ პატიობენ ზოგიერთები ბაქს აქციელს და ზიდანი იძახის მაგალითად ვილისანი ზიდანი იძახის რომ ესაც რო გამოხდესო იგივეს გავაკეთებ ზიდანს ვერ პატიობენ თუ მატერას ზიდანს არ ველაპარაკებენ იგი ამბობდა მეორე სიმბოლო ის არის რომ ეს 2006-ში იყო არჩენ და 2026-ში არის ახლა ხო ანუ მან 6-6 ეგ თამაში რა როგორც კი ჩემპიონი ინფორმაციული ისა რა ეხა ძალიან მაკედან გავხდი იტალიის ფანი რა და ეგ თამაში ანახი მაქვს რა რამოდენიმეჯერ მე ბავშვობის მერეც რა და მეც ბიჭო ჯერ ისეთი დრო იყო ეგ ზიდანი რო გააგდეს რა კი ეხა თავრდებოდა ფსიქოლოგიურად მოქმედებს კაცო როცა არა კაპიტანს თავარ ფეხბურთელს რაღაცა აქეთ-იქეთ გიგდებენ რა გასაგებია ეგ მაგრამ ანუ საფრანგეთის წაგება არ ყოფილა ზიდანის ბრალი რა მან არც ისეთი მომენტი არ ყოფილა ეხა იმ თამაში ეგეთი რომ აი საფრანგეთის შტურმს აწყობდა იტალიის კარებზე და უეჭველი გაუტანდნენ რა. ხო, ეგეც არ ყოფილა. ბიჭო, შეიძლება მომენტი და რაღაცა ისე არა, მაგრამ ამ ხელა ფიგურა რო ყავს. არა, გასაგებია კი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხო რა, იქნება პენლები და გაიტანდა პენლებში. იმ ტრეზეგემაც აცილა, თან ეხა ცუდად არ დაუნტავს, ხარიხას გაარდა. ამ ხელა ლიდერი გეცლება. ეხა 2002-ში საფრანგეთი იყო ზიდანის გუნდი. ზიდან ხო და მაგას ვიძახი და ეგ ტიპი რო ვარდება ძალიან ძნელია თუნდაც პენალტი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გათვლაც ეგ იყო. მაშინ არ ყოფილა საფრანგეთი მაშინ გუნდი არ ვარგოდა ეგ გუნდი კაცო. კაცი თუ წავიდა რა ხო ჩვენს გავუკეთეთ. მაგ გუნდზე ცნობილი ფაქტია რომ ზიდანი აყენებდა შემადგენლობას თუნდაც კონფლიქტი ჰქონდათ და ძალიან არეული გუნდი იყო და პირადად ზიდანმა მიათრიათ ფინალამდე კაცო ძალიან ცნობილი ფაქტია. არა მე რამდენი წუთი იყო რო გააგდეს. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. როგორ არა სადაც 55 წუთი რო გააგდეს და სადაც 118-ზე და 2 წუთი თუ ვერ გაძლო გუნდმა ბიჭო შენი აზრებაზია
არ არის მან. ფსიქოლოგიური მერე მომენტია ხო მივიდა მაინც მე. და ჯერ ეს ერთი და რომ დრეზდენი სანამ გააგდებდა ფრანცია. საფრანგეთი უტევდა. და კაი მომენტებიც ჰქონდა თვითონ ბუფონმა რო აუღო თავი ეგ მანამდე მერე იყო ზედა რაღაცა ხო და მომენტები ჰქონდა როგორ არ ჰქონდა მანამდე ხო იმ ორ წუთში იგი შეიძლება გაქონდა რა იცი, მაგრამ მაგაზეც არა მარტო მაგრამ გატანაზე. მასე ვერ იტყვი ახლა წარს წარსახი მივიდა პენლებში მოიგო. ტრეზეგე მაგებაი მე რამდენი დააღალა და გუნდი ტრეზეგე 98-ში არ გაიტანა გასატანიზაცი ხო 98. მერე იქნებ ჯერ ერთი აქაც გაქონდა, მაგრამ უენტუსიც ვერ გაიტანა მას მილათარო მაგაზე გატანაზე არ არის თქო მარტო კაც ფსიქოლოგიური მომენტია კაპიტანს გიგდება პენალტების კაი გადავიდეთ ორი წუთი გადავუდაოძლებს გადავედით მერე გოლი ხო არ გაუშვიათ კაცო პენდებამდე მივიდნენ ჩვეულებრივად გადავედით ინგლისი ნორვეგიის თამაშს ინგლისი ნორვეგია ძალიან კაი თამაში იყო მე მომეწონა ცოცხალი თამაში კი იყო მობილური ორივე გუნდი რასაც ველოდით კიდევაც რეალურად ესე ერთი კაცის თამაში არ იქნება. არა, კარგი მეოთხე კაი თამაში იყო რეალურად. ხალხზე იმას ვიტყვი, მაგაზე ესტახეთ, წაიკითხეთ რა დაიწერა. ხო. ტიპიო იმენა 6000 კალორიას იღებს. ხო, ეგ ნახე. და ცხოველია წარმოიდგინე. და რა სახით დადის თო რა თამაშობს, რა სახით. იმენა თავი მართლა ის გონია რა, ოდინი. კიბორგია. ოდინი გონია ნორვეგია. ნორვეგია ძალიან კაი გუნდია და ძალიან კარგად იარა ამ სოფიოზე. ველოდი რომ ინგლისთან წინა პოდკასტში ვთქვი რომ ახლა ინგლისთან ვეღარ გავლენთ ხო? და ეგრეს მოხდა. ხო, ინგლისის ნაკრები მომწონს, რა ვქნა. მაგრამ ნუ ინგლისიც კი, ანუ გუნდია რა, რაც აქამდე არ ქონდა ინგლისს, თუნდაც იგივე აი საუთგეიტის პერიოდშიც ხო ეგ იყო რომ ვიღაცებს ვერ იყენებს. და ბოლომდე ვერ იყენებს ტალანტის რესურსს ვერ იყენებს რა და აი ტუხელმა ვიღაცები დატოვა, ხო ფოდენი, ტრენტი დატოვა რა, არ წაიყვანა, პალმერი დატოვა და ვინც წაიყვანა, ყველას იყენებს მაქსიმალურად რა. ვინც იცის რომ აი მადუეკეს ეხლა მაგალითად ერთი გოლი ჰქონდა თუ რაღაცა პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სტატისტიკა ჰქონდა მაგრამ მადუეკეზე ვერ იტყვი რომ ცუდი მსოფლიო ჩემპიონატია ცუდი არა მაგრამ მაგას საკასა აქვს რაების პრობლემა მაგრამ ანუ ბელინგემი ფლანგის ცოლების ბელინგემი იგივე კეინი რაისი კარგად თამაშობენ ძალიან კარგად თამაშობენ ძალიან მომწონს ეს ტრიო ინგლისში გორდონიც არაა ცუდი. გორდონიც არაა ცუდი. რაშფორდი სადისებია რა მაგრამ. მაგრამ რაშფორდმაც აკეთა ჯგუფში და ანუ საბოლოო ჯამში ხო ინგლისი ძალაა და ეგ აქვს რა განსხვავება რომ თუ სიტყვით თქვა კეინი გაითიშება რაღაც მომენტში ბელინგემი, გორდონი, რაისი რაღაცას იზამება. რაისი ჯერჯერობით აი არგენტინაში რასაც ამბობ მესი თუ გაითიშა და ანუ მესის გათიშვა ცოტა ისეთი ამბავია, მაგრამ ყოფილა რა შემთხვევები რომ დაუკეტოთ მესი. და თუ მესის ჩაკეტავენ, ჩემი აზრით ძალიან მარტივად მოიგებს რა ინგლისი ამ ნახევარფინალს. და ვნახოთ. მე ველოდები რომ ინგლისმა უნდა მოიგოს ეგ ნახევარფინალი და კიდე იმას ვიტყოდი ხო საკას პრობლემაა მართლა სერიოზული, მაგრამ საღაცა მაგასაც ხო უნდა წაუვიდეს თამაში და რატომაც არა თუნდაც არგენტინას დაცვას ძალიან სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით ეგვიპტის კონჩეტებმა მაჩვენა და ტუხელი ის კაცია რომელიც ეგეთ რაღაცებს კარგად იჭერს. თუ ჩააჭირა ეგეთ მომენტებზე ჩემი აზრით მოუგებს ჩელსისთან ერთად ლიგა როგორ მოიგო კონჩეტევაძე უცებ დაიჭირა და ან გვარდიოლამ სასწაული გააკეთა საერთოდ საყდენის გარეშე გამოვიდა და ზუსტად მაგ პოზიციიდან ჩავარდა გუნდი და ბელინგემზე იმას ვიტყვი რომ რაც საკლუბოში დააკლო მორგეებს ოპლიოზე ილაზღაურებს კი ბელინგემს ძალიან კაი ფსიქოლოგი აქვს და რა ტექნიკა აქვს თუნდაც პირველი გოლის დროს რა შეასრულა ზოგადად ანუ ეგეთი ტალმაღალი ზიდანს გავს ტექნიკა უჩის რა ბაიცა ძალიან ელეგანტურია აი გოლზე რა ტექნიკურად შეიგდო ერთი შეგდებით ძველი ეგრევე მოტეხა და მე დააფრო გამარჯვების გოლის დროს მეკარეშეც თომაზად შეიძლება ვისაუბროთ იქ მაგრამ ეგეთ რაღაცები ხდება და თვითონ ნორვეგიის გოლი იყო ცოტა ისეთი რაღაცნაირი კი ცნაური გოლი ხო მანდაც აი მაგას ვიძახი ხა მანდაც არ თვლით თუ დაცვას ჩამოეძინა დაცვას და მეკარევაც ხო ეგ არ უნდა გაუხსნა არ ელოდა თუ არ დაარტყა არა სტარში დაყვა არავინ არ ელოდა კიდე რას ვფიქრობ ისე კარში დაარტყა მაგრამ თუ აწვდიდებაში კარში წავი რაღაცნაირად უცნაური ტრაექტორია მოხაზა ბურთმა ხო რა თითქოს ჩაწოდების ვაიბს გავდა რა მეც რაღაც უცნაური ჩაწოდება გოლი იყო ხო რა და მაგითო მეკარეთმა გამოშტერდა რა ხო ვეღარ განსაზღვრა ზოგადად პიკფორდს ხო მე ვიძახი კიდეც რომ ერთ-ერთი მაშინ გამონაკისი კაი მეკარეთი მოხდა თქვენი აზრიც მაინტერესებს ჰალანდის ჯარი მეორე გოლი რო გაიტანა ნორვეგიამ და რა ჩაუთვალეს
ანუ ჯარიმა იყო ხელისკრით იშორებს ანუ იქ დაიწერა კომენტარებში რომ არ იყო ჯარიმა კომენტარებში იმდენი რამე იწერება უკვე რომ ჩემი აზრით იყო არა ნუ აშკარად ეხა ხელისკრით იშორებს მცველს და ამით ეხა პოზიციას იგებს რა გასაგებია რომ ხა ჰალანდს არ გაუტანია მაგრამ მაგას ამნიშნულობა ხო ერთით ნაკლები მცველი რო რჩება საჯარიმოში მოკავლენას ხო ახდენდა მომენტზე გავლენას ახდენდა კი რა სივრცე გაითავისუფლა მაგ ერთი მოქმედებით და ჯარიმა კომენტატორი იძახდა მანდ რომ ისა რა ქვია ანუ ის სიმულაციას ქონდა ანუ ის ქონდა რა თვითონაც მაგას ვერ განფორმა შეიძლება მაგრამ ვერ გაფორმა რა კონტაქტი იყო აშკარად ანუ ჯერ ეს ერთი მაგასაც ვერ იტყვი მთელი იმითი გააფორმებით რომ ისეთ ცხოველია ხო და ვერ განსაზღვრავ ეს არის ვერ განსაზღვრავ მაგას შენ იქ თუ არ გახარ იმა რაძალით მიარტყა იქ და რაძალით გაფორმდა მე მაგას ვერ განსაზღვრავ ვერანაირად ბიჭო არა ანუ შეუძლებელია მაგის ჩანს ანუ სახე ჩანს რა რაღაცნაირი სახე აქვს და ძალაზე იყო გათვლილი. ანუ რო შევაჯამოთ რა ეს თამაში ნორვეგია ძალიან სიმპათიური გუნდია და ევროპის ჩემპიონატიც ველოდები. მგონი ნორვეგიაში ყოფილი უნდა იყო. კი. ამ ნორვეგიას ველოდები და ჩემი აზრით შემდეგი მსოფლიოსთვის და შემდეგი ესე დიდი ფორუმისთვის კიდევ უფრო მძლავრი გუნდი იქნება, იმიტომ რომ არაფერი არ ეტყობა ეხლა რომ ჰალანდს მოუკლებს. არა. კიდევ მაგრამ ერთი ვერ მივხვდი რომ აი თუ დავაკვირდით ინგლისთან თამაშის და წინა თამაშებშიც რა მომენტები იყო, როცა სორლოტი იღებდა ფლანგზე ბურთს, მარჯვენა ფლანგზე, მარცხენა ფლანგზე და ანუ ნუ ეხა სორლოტი კი ძალიან ისეთი საშუალოზე მაღალი დონის ფორვარდია, რა ბარსელონას ფანები მაგან დახვტანჯა საბოლოო ჯამში და ანუ კარგი დონის ფორვარდია რაღაცა, მაგრამ აი სორლოტი ფლანგზე ხო უცნაური სანახავრია, არა ფლანგის ტიპი კაცი. რაღაცა აი მაგ ტაქტიკაში ეგ არის ჩემი აზრით მოსაძებნი, რომ ჰალანდს გვერდით ყავდეს ისეთი ტიპი, რომელიც ფლანგზე მიიღებს ბურთს და ფლანგზე ჩაუწვის. ორი ფორვარდის ამბავში. ჩვენ რო გეთამაშდნენ აქ ბათუმში ხალანდი არ იყო და სორლოტი იდგა თავის პოზიციაზე და კიდე გვაჭირდა. კი. ძალიან კაი გოლი გავიტანა. და რავი, ინგლისელები მე ხა მეტი რა უნდა ვთქვა, ძალიან ისეთი მწყობრი, მანქანა, თავისი ჰარიკეინით, რომელსაც შეუძლია რომ საჯარიმოდან ბურთი წამოიღოს და მერე მეტოქის საჯარიმოში ბურთი შეაგდოს. ის რა კაი ჰარიკეინის შორდა რო მე ხო გოლიც გადის მაგ იმაზე, რა დამატებაზე. ხო, მე კარგი შეცდომა ამბია. კარგი. ახლა ელის ძალიან დიდი გამოცდა ხო ინგლისს. ამაზე სერიოზული მეტოქი აქამდე არც არგენტინას ყოლია. კი, ორივესთვის კარგი ტესტი იქნება რა. ხო. თან ორივე ერთსაირად მოდიან. და ფსიქოლოგიას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა მან და ვინ რამდენად გაუძლებს ნერვების ომიც იქნება, დარწმუნებული ვარ შეხლა შემოხლაც იქნება. აქ თამაში აი არგენტინამ ჩემი აზრით ამ ევროპულ მოწესრიგებულ ფეხბურთს უნდა დაუპირისპიროს ცოტა სამხრეთ ამერიკის ხო რაც ჩვევია. ეგ იქნება ის. ანუ სხვა ვარიანტი არგენტინას არ მე ველოდები შეიძლება ძალთან პრევაც იყოს. კრიმინალში არ გადაიზარდოს. გააჩნია ხა თქვა ისე თუ მოხდა რომ ინგლისმა ძალიან სწრაფად წაიყვანა თქვა 2-0. მე შეიძლება არგენტინა საერთოდ მოიშალოს, იმიტომ რომ სულ დაკამბექება თან ინგლისს ამ დონის ინგლისთან ძალიან გაჭირდება. ინგლისს უფრო ექნება შანსი რომ რამედად აკამბეკოს, ვიდრე არგენტინას. მე მირჩევნია ერთი გოლი ტაიმის ბოლოს გაუტანოს და მეორე გოლი მეორე ტაიმის ბოლოს გაუტანოს და დააღდიას. მაგას ყველაფერს ეგრე გეგმავენ ხოლმე თამაშო, გრაფიკ გოლი როდის უნდა გაიტანონ, მაგასაც როდის დაიწყონ ტაიმში. ალბათ მაგას ყველა გეგმავს. დაახლოებით როდის უნდა გოლი. ხო, შენ ეგრე უფრო ეგ გუნდის თამაში ეგრევე ეთქობა, ვინ გამოდის სწრაფი გოლისთვის და ეგ მეორე მხარეა, გავიდა ხო. სწრაფი გოლის ვინ არ გამოდის, აბა ვინ გამოდის? სოდი არ გამოდის. ანუ მომიშევა სწრაფი გოლი რაღაცისთვის მნიშვნელოვანი იყოს და ის ვიღაცისთვის გადამწყვეტია რომ ის სწრაფი თუ ვერ გაიტანა მე უჩელების ტაქტიკაზეც ხო არის ახლა სიმეონე მაგალითად ბარსასთან არაერთხელ გამოსულა სწრაფ გოლზე და მე კარში გები და სწრაფ გოლს ვინც იტანს შეიძლება რამდენი შემთხვევა ყოფილა აქ დაუტრიალეს და ხო გადავიდეთ ესპანეთი ბელგიაზე და თუ არ გინდა არა ინგლისზე რო თქვა მე ვთქვი 18 დეკემბერს 18 დეკემბერს გელოდებით ჩვენთან ესპანეთი ბელგია როგორ მოიხიბლეთ აი მეორე ელეგანტური თამაში იყო ძალიან კაი თამაში იყო თვითონ ეგეც თამაშად მე ვიტყოდი რომ ესპანეთს გამომართლა მან თბილისში რომ კოპტოა დაიმტრა თორე შეიძლება დამატებითი დრო მინიმუმ ეთამაშოთ და მე ეგ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა პირველი გოლი გავუშვა ესპანეთთან და გამოჩნდა რომ თლადეგეთი გავუვალი დაცვაც არ ყავთ და ჩემი საფრანგეთთან კიდევ უარესად გამოჩნდება იქ საფრანგეთთან კიდე გამოჩნდება რადაც ვაყავს ხო საერთოდ რადაც ვაყავს ედრი დატოვა სკამზე დამან გაამართლა ფაბიან რუისმა გოლიც გაიტანა და მე პედრი კარგად შემოვიდა როცა შემოვიდა ბელგიაზე რა შეიძლება ითქვას ბელგიამ იბრძოლა ანუ ბელგია არის
ბელგიას ნახევარი გუნდი არის ტიმო კულტურული. ხო. ეგ არის რა. მაგრამ საბედნიეროდ ეს ბელგია ჩემი აზრით არ იმსახურებდა მაინც ნახევარფინალს რა და ამაზე უკეთესი ბელგია იყო, ბევრად მაშინ ნახევარფინალში გავიდა და ანუ ეგ ამბავია რა საბოლოო ჯამში რომ ბელგიამ თავის მაქსიმუმს გააკეთა. ეხლა ვერავინ ვერ იტყვის რომ რაღაცა სადმე შევცვა, რაღაცა ვერ იქნება. კი, ვერ იქნებიან ეს უკმაყოფილება. ლამენსიც ხო სწორად წარმოთქვი გვარი. კი. ანუ კარგი მეკარია მოუწონდა რა მანჩესტერში ხარ. იმის საფრთხე არ აქვს ეხლა მანჩესტერის ფანებს რომ აი უნარას დროს როგორც იყო რა რომ ნებისმიერი კარისკენ ბურთი წასული გინდა ნელი გინდა ჩქარი შეიძლება და გოლად დამთავრებული იყო რა. მაგის საფრთხე ეხლა მანჩესტერ იუნაიტედს არ აქვს. ალბათ მაგრამ საბოლოო ჯამში უთამაშებლობა მქნა პრაქტიკობის თემა. უთამაშებლობა მქნა რომ ეხლა როგორია რომ უყურებ რავი ორი კვირა ამით ეს მსოფლიო ჩემპიონატი წუთი არ უთამაშია რა თამაშის რიტმი არ უბრძვინია. ისა პირველი გოლის დროსაც რაღაცნაირად კულტურას მოგერივას არის. ადამიანებს ძალიან წინ მოიგერია. ბრძოლაში დატოვა ბურთი. ხო, ისეთ ადგილას, მაგრამ ან უფრო რთული იყო მან. ხო. და მელიეს გოლი აშკარად მეკარის ლამენსის ივენა ჭამა. თვითონ მოიგონა. კი. ეგ გოლი აშკარად თვითონ. მერინო არის ჯოკერი. მერინო მართლა მერინო არის ჯოკერი, რავი. თან ეგრე მაგრად, ეხა მერინო მე უფრო უკან დახეული ნახევარმცველი მახსოვს რა და ელაფუენტემ შესანიშნავი პოზიცია მოუძებნა. სუპერსა. არტეტასაც მოიყენებს, არტეტაც იყენებს. მაგრამ არტეტა უკვე გამზადებული მერინო გამოიყენა. ელაფუენტეს გარდაქმნილი გამოიყენა. და ნუ კარგი გუნდია ესპანეთი, ძალიან მოწონს და რავი, აი ბელგიას არ ვიცი რა. მაგრამ ესპანეთსაც ვიტყვი რომ ძალიან ბევრ ამაში გაუმართლა. თუნდაც ურუგვაისთან იქ მუსლერამ არ გასაშვები გოლი გაუშვა. პორტუგალიასთან იყო და ძალიან მოიგონეს იმათაც გოლის დროს რა გააკეთეს. ჩემი დამოკიდებულება მუსლერასთან დაკავშირებით კი იცი. კი, შეიძლება ბევრს თამაშობდე, მაგრამ რავი, მუსლერა რა საშუალოზე დაბალი დონის მეკარე მგონია მე მუსლერას. მეც ეგ მგონია, უბრალოდ ხო თან დაბერდა ხადროს მუსლერა. ხო და ესპანეთზე იმას ვიტყოდი რომ ახლა ყველაზე სერიოზული გამოცდა მაგნეტებს ახლა არის და კაიგია რომ ნიკო დაბრუნდა. იმედია ნიკოს უფრო მეტი დროც მიეცემა. საფრანგეთთან და ბევრი რამე გამოიწვია. და რაღაცნაირად ისე დაალაგდება ნიკოც თუ კარგად დაბრუნდება რომ ლამინი ამალსაც ცოტა სივრცეები და ესპანეთის გამოჩნდება რა გუნდია. მე მგონია რომ ესპანეთი მაინც ვერ ჩადგება უკან ვიც არ უნდა ხდებოდეს და იმაზე აქცენტს ვერ გააკეთებს რომ მექანიზმი თვითონ რაღაცაა არ გაჩერდება რა. ხო, მაგრამ მეორე მხარეა რომ საფრანგეთს შეუძლია კონცერტებზე სისტრაფეების ხარჯზე მბაპესი და ვიღაცები დემბელეს და ის ანუ ესპანეთს თუ დაუჭირა. ხო, აი მაგის თქმას ვაპირებდი ეხლა რომ ესპანეთისთვის დაცვაში ჩადგომა ნიშნავს იმას რომ შეუძლია თამაშის ტემპი აკონტროლოს. როცა უნდა დაჩქარდნენ, როცა უნდა ჩენელდნენ. და პასებით დაიჭირო მთელი თამაში, მაგრამ ეგ ეხა საფრანგეთთან ცოტა რთული გასაკეთებელია რა. გინდა არ გინდა. ძალიან სწრაფი ფლანგები ყავს, რო გაიქცევიან, მე მიდი და გააჩე. ერთადერთი მართლა ნახევარდაცვამ უნდა დაჩაგროს ძალიან საფრანგეთის ნახევარდაცვა, რომ მე მან უპირატესობა შეიქმნას. თან იამალს ბოლო-ბოლო ბელგიასთან საკმაოდ კარგი იყო იამალი, არ იყო ცუდი. და იამალსაც ბოლო-ბოლო თავისი სიტყვას ადმე უნდა თქვას და თუ რამეა ამ მატჩში უნდა თქვას ალბათ თავისი სიტყვა და უნდა ითქვას რომ თუ ესპანეთი გავა ფინალში, ისე გამოვა, რომ ყველაზე რთული გზა ფინალამდე ესპანეთს ექნება გავლილი პორტუგალია, ბელგია, იქამდე ჯგუფში ურუგვაი და ნუ საფრანგეთის თუ გაიარახო საერთოდ მაგაზე რთული გზა ალბათ ძალიან იშვიათად რომ რომელიმე გუნდს გავლილი კონდეს და არ ვიცი, ნახო. და მე როგორც ბარსელონას გულშემატკივარი და ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარი ესპანეთს წურავ ესე რომ ვთქვა საფრანგეთთან. ძალიან გამიხარდება თუ ამ კაცი ჭამიებს. თუ ვინმე კაციჭამიები ან ინგლისიანი გამიხარ. თუ ვინმე გააჩერებს ხოლმე ამ საფრანგეთს, როგორც წესი ევროზეც მაგათ გააჩერეს ესპანელებმა. იმედია საფრანგეთი არგენტინა ფინალი აღარ გამგეორდება რა. მესამე ადგილისთვის შეხვდნენ ერთმანეთს არ ვიცი წინააღმდეგ. კაი. გადავიდეთ. ისეთი თვიდა მეცხრე. ჩემი აზრით საფრანგეთის ნახევარდაცვა არ უარდა. ესეთი მაგას გულს თუ არ მიცემ, შესაძლებელი იქნება საფრანგეთის დამარცხება. დავაი მე ის მომიწონა. ბურთის დაჭერა შეუძლია, ეგ არის ესპანეთი და ესპანეთი თუ გულს არ მიცემს, თუ იქნება ბურთის ფლობაში უპირატესობა და ნახევარდაცვას თუ აიღებს თავის თავზე, შეიძლება საფრანგეთის დამარცხება და
არგენტინა მაგის გამგეთებელია. მე ის ევროზე კი აქ დაყავს დამარცხებული ესპანეთს და ეხლა უფრო ხო, მაგრამ ევროსთან შედარებით ესპანეთი უფრო დასუსტდა და ეს უფრო გაძლიერდა. რომას ნახევარწველი როა. საფრანგეთის ცენტრალური ნახევარწველი. აგვარია ხო არ გახსოვს. კონე. კონე. ხო. ძალიან მოეწონა მარკოსს სხვა შორის. ეგეც და ნუ რაბიო ხო, ძალიან მაროკოსთან თამაშს მე შევეხები. მე რაბიოს, აი საკლუბო ფეხბურთში რაც უყურებ, საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ნახევარწველი. ხასიათების პრობლემა მაგრამ აქვს კონტექსტ. ნაკრებში, ნაკრების ფორმას რო იცვავს, აი დეშამთან არის საერთოდ სხვა. ეშამის კაცია. მაგაზე ვიტყვი მე იგივეს ბაპესიც. ბაპეს კიდე ბაპე კლუბშიც კაია, უბრალოდ კლუბი არ ვარ. არა, ნაკრებში აი ღმერთმა ეხლას მაგათო ივარგონ. მაგას მაგ თამაში კი გადავალ, მაგრამ პატარა იმას ჩავაგდებ, რომ მაროკოსთან მაგალითად დაცვაშიც იყო. ხო. ბაპე და ბევრჯერ იქიდან ამოუტანია ბურთი და კი. სადაც რეალში მაგალითად არ გვინახავს ეგეთი რაღაცა. სადაც სოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში რა თამაში და სად მალიორკას რო ეთამაშები. მალიორკაზე არა, ლიგაზეც არ არაკეთებს. ბაიერნაც ადგას იქ უნდა მისცე პასი და ბაიერნაც იქელოდება პასი. მაგრამ მე იმას ვიტყვი, ნაკრების ფორმას რო იცვამს ეგ ტიპი, იმენა მთელი გუნდა სურდებს ნაკრებში. ბაპეს ევასება იმ პოზიციაზე თამაში, სადაც რეალში დგას ვინისიუსი, უნდა მარცხნივ შემოწევი. როცა მან დგას, მე იქ დაცვასაც ეხმარება, უკანაც შემოდის და წინათ. ხო, ეხლა რეალში მან მე ავტორიტეტის პრობლემას მქონია რა, მწვრთნელის ავტორიტეტი. კი. ახლა ჩაბი ალონსო ბაპესთვის არ იყო ავტორიტეტი. ხო, მაგრამ ანჩელოტის დროსაც დიდად არ იგავდა. ხო, აი რაღაცნაირად გელიან დიქტატორი. ხო, დიქტატორი უნდა იყოს, ყველანაირად არ თამაშობს ეგ ტიპი. თავარი არის რომ სწორი პოზიცია თუ მოუძენეს რეალში ბაპეს გაიხსნება ისე რომ ხო, საჭირო. მაიგ არის რა. ოლისესნაირი კომფორტი რო გაქვს კიდე უკნიდან, ეგ ძალიან მაგარი. აი ოლისესაც მოყიდულობს. ოლისე სტატისტიკურად შეიძლება ესეთი იმპრესი არ არის რა, მაგრამ 6 ასისტი აქვს, მე მგონი, რეკორდებს რაღაცა გოლი ვერ ძალიან გააქვს. მაგარი ფეხბურთი. და ძალიან კაი ეგეთი ქიმია მაგარი აქვს ფეხბურთი. ოლისეს და კი, ბაპეს. ძალიან ამ ბოლო პერიოდში არ ვიცი და კრისტალ პალასში ამდენი ხანი რატო გააჩერეს. მე კითხავ. და ისე აქვე ჩემას ვიტყვი ძალიან რთულად მოსახდენი ამბავია, მაგრამ ყვარას და ოლისეს ვნახავდი ერთ გუნდში. ესეთი ორივე შრომელი, ორივე ტექნიკური, ორივე გუნდისთვის მოთამაშე. არადაოლისე არ ვიცი, მაგრამ ყვარას და ფერანტორეს ვნახავთ სავარაუდოდ მალე ერთში, იმიტომ რომ ფერანტორესი მიდის PSG-შიო იძულება აქტიურად, რახან ესპანეთს შევეხეთ. რა გაუჭირდა პრესე? არ ვიცი, ის ვიშალო რამოსი წავიდა და დააჯენეთ სკამზე. სკამზე ხო უნდა თვინ. ხო და ესპანეთს ეგინდოდა შენ ხო რაღაცისთან. ხო, ესპანეთი, ბელგიის იმას მწვრთნელმა, იგი სანამ თამაში იქნებოდა, ეგეთი რაღაც თქვა რა და ჩემი აზრით, აი თამაშიც გამოჩნდა, რომ ცოტა ისე თამაშობდნენ. აი, მაგალითად ამერიკასთან, ხო მაგრა ითამაშა ბელგია. საუკეთესო თამაში ამერიკასთან ქონდა. ბიჭო, მან ძალიან შემართები და ისა და მე მწვრთნელი იძახის ესეთ რაღაცას. მან ტრამპმა დაღუპა ამერიკა და დამოხდა ბელგია. კი, გასაგებია ესპანეთი ძლიერია რაღაცა, მაგრამ ეგრე არ უნდა განაწყო ჩემი აზრით გუნდი რა. ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს და ჩვენი ფეხბურთი უნდა შევთავაზოთო და რაღაცები ისე საუბრობდა. არა, მე ხა ზუსტად ეს ვციტირებ ხა იქ, მაგრამ ისეთი რაღაცა იყო რომ ჩაგდებული რომ ცოტა იფრთხილობდა კიდევაც რა რაღაც მომენტებში ძალიან ისე იყო. ახალი მოქმედებების ჩემპიონზე როცა საუბრობ, ხო, მაგრამ ეხლა მაშინ შენს ვეხა რა დასაკარგი რაღაც აქვს, ხო უნდა ითამაშო ბოლოს რაღაც. მაგრამ ეგრე არც უთამაშია. ანუ გამთხალი ფეხბურთია ბელგიას, არ უთამაშია, რაც შეეძლოთ ითამაშოს. მე უფრო მეტი ჩემი აზრით, რა, ნორმალურად ითამაშოს. ჩემი აზრით უფრო მეტიც შეეძლოთ ეგ ჩემი აზრით მაგანი მოქმედა. ჩემი აზრით ბელგია თვითონ მე არ ვიცახი რომ რაღაცა ისა. როგორი? თვითმარქვია ნაკრები. ხო, კიდე ის იმას უნდა აბა შევეხოთ. მარტო სახელებია უკვე მერამდე არის გამარჯვების გოლი გააქვს. მერინო ახსენეთ. და ეგეც არის სოფლიო ჩემპიონატზე ხდება სულ რაღაც ახალ რაღაცები. ტიპმა სულ ითამაშა გოლი 10 წუთით არ უთამაშია და ამდენი გოლები შეაგო გამარჯვების გოლები და ოქროს ზამენაც კი შეირაცხოს ეს ტიპი როგორც აი სოსკიაერზე. ოქროს ცვლილებაა კი. საფრანგეთს იგივე გაუკეთა. აი მე ჩავახუტეთ ოქროს ბურთი წუწა. აუ კაც ძალიან კარგი იქნება. ხო, საფრანგეთთან ახე 2010 სცენარი თუ მიდიან მიკელ მერინო იყო დავიდ ვილიასავით აქამდე.
ახლა საფრანგეთთან და მე კიდე- პუიოლი უნდა გამოჩნდეს აი, როგორც ნახევარფინალში და თუ- კუბასი გაიტანოს. თუ ვიძახით ჩვენ არგენტინაზე რომ მატჩი დამარჯამდე უკლებს, ესპანეთი პირიქით არის რა. ანუ ჯერ მე მაინც კიდევ გონია რომ ძალიან ბევრ რამეში გამომართლა. გოლები ხო ვახსენეთ კიდე და ის გამოუჩა გამართლებაში მე თქვა რომ სულ ვიღაცა ტრამვას იღებს მაგათთან იმტრება გადამწყვეტ მომენტში რა. იქ მენდესში სად დაიმტრა იმის პორტუგალიის თორე საერთოდ არ მიდიოდა ესპანეთის თამაში. აქ იყო და კიდე ტრამვები დაემთხვა. ძალიან ცუდ დროს მოძდით ხოლმე მაგის მეტოქეებს. საფრანგეთთან მეგონი საფრანგეთის ესპანეთის ხო. ბრალი ხო არ არის. არა გაუმართლად თქო მაგრამ ხო არ ვამბობ რომ ამათი ბრალია ზოგადად ამათ ვარ მეუღენებიათ ეს არა გამართლები ბევრ რამეში ბევრი რამე დაჯდა და საფრანგეთთან არ ვიცი რამდენად დაუჯდა. ერთადერთი მბაპემ რო იტკინა ხო კოჭი ეგ თუ იმოქმედებს მაგაზე არ ვიცი. არ ვიცი ნახოთ ხო ძალიან ისა გადავიდეთ გადავიდეთ საფრანგეთზე. გადავიდეთ. ერთს ვიტყვი სტარტზევე რომ მე მაროკოსგან უკეთეს თამაშველოდი იმიტომ რომ ცალკარა ძალიან მომწონს ეგ გუნდი ძალიან ცალკარა მე თამაშობს აი აფრიკის თასზე რო არის ხო ის არეული თამაშები რო ვერ გაიგებ ვინას თამაშობს ვისად უტევს ვისად იცავს ან ვინ მოიგო რო ვერ გაიგო წეგან ახსენა მაგალითად განსხვავებული ნაკრებია რა მაროკო უფრო ევროპული სტილით მოთამაშე ნაკრებია და ტექნიკური ნაკრებია და რაღაცაირად ველოდი რომ მარტო ესე ბონუ versus საფრანგეთი არ იქნებოდა რა არა მაინც ეგ ფუხტას აბა. მაგრამ ესენი ხო როგორც მან ბევრი რამე გამოჩნდა ორი სხვათაშორის ნული, ხო? რა. სხვა მან კიდე წეგან თქვა რომ ესე რომ დაცვა და ნახევარდაცვა სუსტი ყავს საფრანგეთს რა. საფრანგეთის ნახევარდაცვა. ჩემპიონატმა მაგაში დაგეთანხმები, იმიტომ რომ მაროკო ვერ ითამაშა თუ საფრანგეთმა არა თამაშა. საფრანგეთმა არა თამაშა. მეგონია საფრანგეთი არ ძალიან მაგრად და ყველგან ფრანგები იყვნენ და სულ ესენი იყვნენ. ანუ არაც ძალიან დომინირებდა მოედანზე. ვიღებდა ბურთს და მეგე გუდავდნენ. აი შანსი აღარ ჰქონდათ არანაირად. რა და მან მაროკოზე ხო ავარდა ის რომ რა მაგარია და ყველას ის ეგონა და რაღაცა შეხვდა ძლიერს და იქ გამოჩნდა რაც არის მაროკო. არა ახლა მაგაში მე ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ მარკო საკმაოდ კარგი ნაკრებია აი თუნდაც იგივე ესპანეთს რო შეხვედროდა ან ინგლისს რო შეხვედროდა ან არგენტინას რო ევროდაცვა შეიძლება გაიგნო. ინგლისთან ბევრად კარგი თამაში ექნებოდა უბრალოდ აბა საფრანგეთთან შეიძლება ვერავინ ვერ მოიგო. საფრანგეთი არის ესპანეთზეც ყველაზე ერთი თავით მაგრამ ყველა ესპანეთი კომპონენტში პოტატოვაში. ყველა კომპონენტში ერთი თავით მაღლა არიან რა ფრანგები და ეგეთი გამართული გუნდი მე ამ სოფლიო ჩემპიონატზე რომ აი ეგეთი გამართული თამაში ესე რომ ვთქვათ რომ ერთმა გუნდმა მეორე გუნდს საერთოდ არაფერი არ შეაქმნინა კი ეხა ქონდა მაროკოს მცირე მომენტები და ნახევრად მომენტები და ასე შემდეგ მაგრამ ესე მშვიდად წყნარად მეოთხედფინალში გამოსულიყოს გუნდი და ესე დაალაგებულად დაცვაში შეტევაში ნახევარდაცვაშიც ეთამაშა და მოიგო მართლა მინახავს ამ ჩემპიონატზე რა ყველას გაუჭირდა ეხა ინგლისაც ქონდა სანერვიულო არგენტინასაც ქონდა სანერვიულო რა ვიცი ესპანეთსაც ქონდა სანერვიულო საფრანგეთი ძალიან მშვიდად წყნარად გამოვიდა თავის საქმე გააკეთა გავიდნენ მე არ ვსაუბრობია ერთადერთი მბაპეს პენალტი თუ იყო რას ესპანეთს კიდე უფრო შეუძლია მომატება მე მაინც ეგრე საფრანგეთს კიდე იმას ვიტყოდი ხო მაგაზე გარა ახლა მბაპეს პენალტი შევეხეთ იქ გოლის დროსაც იყო კამათი რაბიო ხელზე მოხვდაო ბურთი მაგრამ არ ვიცი მაგრამ მაგის მერე იმდენი პასი გაკეთა საჯის გადაწყვეტილებებში მე ვეღარ ვერევი იმიტომ რომ მაგრამ მბაპეს პენალტი აშკარად არის ხო ძალიან განუკითხაო ძალიან არის ხო მბაპეს პენალტი ძალიან აშკარად ხო და აი მაგაზე პენალტს დებენ და რაღაც მომენტებში არ დებენ და ხო და განსაკუთრებით მე მგონი ჯობია რომ რაგბის პრინციპი როა რა რომ საჯის კომპეტენციაში არ ვერ საჯს ვენდობთ რა მე არ ეს მოდი მე არ ეს რაღაცა უნდა დაინერვოს მე არ ვენდობ საჯი ძალიან განებირო FIFA-მ ზოგადად რა იმიტომ რომ იმედად უფლებას იღებენ თავკუთარ იმაზე რომ ფეხბურთელს აღარ აქვს იმის უფლება რომ თქვაზე რაღაცა შეელაპარაკოს. აი მე მგონი მე მაკეტინგი არ ვიცახი რომ შეურაცხყოფა მიაყენოს და უყვიროს და რაღაცა, მაგრამ რომ რაღაცას რომ ითხოვ და რაღაცის თქვა რომ გინდა და რომ მიდიხარ და ისა მაგაზე შევაყვითელი კაპიტნებს აქვს ახლა მარტო იმის ისა და ჩემი აზრით ეგეც ავი ძალიან ეგეთი გავლენაც არ ბაბემ საერთოდ სამკლაური გაატანა. ბაბე კაპიტანია. ბაბე დიქტატორია. დიგაგას ვარ კონდეს ეს ვაგიკერო вообще ახლა ამ სოფლიოზე. просто არგენტინის თამაშები რაც თამაშა კაბო-ვერდესთან, ეგვიპტესთან, სანახაობრივად და საყურებლად მე შეიძლება სუბიექტურად უყურებ, იმიტომ რომ მე სიტუაციაში ვიყავ, მაგრამ რამდენად მაღლა დგას
განარჩენ როგორც სანახაობრა მასა საუკეთესო აი 80 მაგაზე ვილაპარაკეთ, 18 წუთზე 2-0 და იგი ან ნეიტრალური რაღაცა- არა, ეხლა ყველაზე კარგი საფრთხეა ხო, მაგას რა თქმა რეალურად ეგ თუნელმაც ეგ მაგიტო თქვა ეგეთი რაღაცა რომ მესიზე იმხელა რაღაცა დევს რომ ანუ დიახ მოდი ეხლა მართალი ვთქვათ რა ეხლა დიმარიასნაირი ფეხბურთელი აღარ ყავს ახლა არგენტინაში მესის ვებერია მეორეც ვიღაცა ისეთი მაგრამ ყავს მესი და მაინც თამაშობს დამხმარე და რაღაცა და მესის ჭირდება დამხმარე რა ხო, რა ეხლა თქმა უნდა. გინდა ჭირდება 38 წლისაა კაცი და ზოგადად 19 ფეხბურთში ერთი ადამიანი მაინც გაუჭირდება რა შეიძლება რაღაც მომენტში მოგაგებინოს მესის მარცხენას თუ არ მოაჭრიან 45-მდე ითამაშა მე ჯარი მაინც შემოიძა გაიდან მოიგე ხო იძახის რომ მოანებებ შეიძლება ითამაშო თუ ანუ თუ იტყვის თვითონ რომ ანუ მე თუ ნაკრებისთვის კიდე ის ვიყავიო მაგ შემთხვევაში შეიძლება ეხლა ითამაშო ისე ჩემი აზრით კურტოვამ თქვა რა ავიკითხე რომ მე ხომ მინდა რომ მე ერთ წელიწად დავისვენო ანუ ერთა ლიგაზე რაღაცა პაჭაბუჭა თამაშებში არ ვითამაშო საქართველოს ევროპის საკვალიფიკაციო რომ მოუწევსო კი ბატონო ჩემი თავიო ევროპის ჩემი საკვალიფიკაციოს ვითამაშო და რავი ანუ რანაირი დამოკიდებულება მოდრიჩსაც იწერება ეს ბილიჩი რომ მივიდა ხორვატიაში შეიძლება აღარ წავიდესო ხო რა ევროზეც ითამაშა ესპანეთის საფრანგეთის ხორვატიას მაგით წვრთნელების ჯახი დაბრუნდა, იქი დეშამი აქეთ დელაფუენტე თან დეშამის ბოლო ცეკვა ხნელების დუელი ძალიან საინტერესო იქნება იქაც კალონი ტუხელი და როგორ ჩემი აზრით კალონის პრაიმმა ცოტა გადაიარა უკვე თან გუნდიც აღარ შეუწყობს ხელს მაგაში და ნახოთ შეიძლება რაღაცა მოიფიქროს მართლა ინგლისმა თუ არ მოიგო მაგრამ ისე ერთი რა შეიძლება ვთქვათ რომ ნახევარფინალებში ზუსტად ის ნაკრებები დაჟდნენ ვიზეც ვიტყოდი რომ აი შენი ფავორიტები ჩაუმიწერე ნუ პირველ და მეოთხეს ახლა განსხვავება არა აქვს მაგრამ 4 ნაკრები მითხარიან 3 ნაკრები მითხარი ვინც შეიძლება რომ ფინალში გავიდეს გერმანიაში თქო მოეჩველი ვიღაც სამი რაღაცა ნაკრები იყო და ფანები იყვნენ კი მაგრამ ახლა 4 ნაკრები ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, არგენტინა ეს 4-ეული იყო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების თავარი ფავორიტები და ეგრეს დაждდა რა ნახევარფინალში საბოლოო ჯამში. და იმისიც დავსვით რაღაც მომენტში, აი მეორე ხაისხოვანი გუნდების ისა რა და ერთ-ერთი იყო მაროკო. მაროკო შენ ამბობდი ხო? მე ვამბობდი ეგ არ არის ცუდი ისე რატოა ცუდი რაც ნორვეგიას ამბობდი. როგორ პროსტა თუ შესნა თამაშო. ახლა პარაგვაისავით თუ ჩათლახურად თამაშობდა ეგრე გადიხარ ეგ არა. მაგაზე თუ შესნა და ლამაზად თამაშობ, ახლა სულ სხვა არ მოიგებს ასე ბრაზილია, არგენტინა, ინგლისი მაროკო რა მოიგო მე. მაროკო არა, მაგრამ აი რატო იაპონია რო ყოფილიყო მაგალითად, ძალიან მაგარი იქნებოდა. მექსიკა რო ყოფილიყო. ან უკვე ეხა ისეთი ჩვენ ვინც თქვით 3-4 ფავორიტი სოფლიო რო იწყებოდა ჩვენ რო პირველი პოდკასტი ჩავწერეთ. საფრანგეთი აქ არის, ინგლისი აქ არის, ესპანეთი ერთადერთი პორტუგალიამ ვერ გაამართლა ვერანაირი იმედი. არგენტინაზე კი ვამბობთ 4-ში თუ მოხდა ძალიან კაი მიღწევა იქნება. მე გახსოვს ისიც თქვია ვინ გაგიცურებს იმედის. მე პორტუგალია მაგათ. მე იმედგაცრუება თქვი ბრაზილია თუ გერმანია, რომელიღაც მაგორიდან. ორივე რა მნიშვნელობა აქვს? რომელიღაცა მაგორიდან. 200% არგენტინაზე თავიდან მეთხა სამი თამაში რა ხასიათი დაკარგა. ის აღარ ვინ დაკარგა ხო შეიძლება? გერმანია. გერმანია ხასიათი და იდენტობა გერმანია ხასიათია განსხვავებული დაკარგა ყველაფერი. თურქებს ვათავაშებო. თურქეთი იყო ძალიან იმედგაცრუება, მაგათ არ ველოდით. თურქებზე არის დაგვავიწყდა კიდევ თურქებზე ველაპარაკ. თურქებზე მაშინ დაგვავიწყდა. მე პირადად ურუგვაიმ გამიცრუა ძალიან იმედი ასე უცნაურად ითამაშა რა. არა ხასიათი. ჯგუფში ჩარჩა ვაფშე. ჯგუფში ჩარჩა და სასწაულად ითამაშა. აი ძალიან მაი მუსლამ გააგდოთ, რასაც ქვია, ორი თამაში მოიგონა პირადად. აი რა კაბოვერდესთან შემთხვევით რომ მოხდება გუნდი რა სადღაც და უარიცია და ბოლოს თავთავისი იმით დაბრუნდნენ სახში. აუ მაინც რა შეიძლება. ბიელსა წავიდა ხო? სავარაუდოდ რა ვიცი. ბიელსა მე არ მესმის ეგ რატომ მიიყვანეს. ესე უკროს თავობის არგენტინა გავს ის გაფუჭებული. ის ბელგიის და მარტინესის არის პორტუგალიაში. იმის ბელგიის მწვრთნელი ნაპოლის მწვრთნელი არ იყო ადრე იგივე. პარასდროს იყო კი მე გააგდეს ოქროში თუ სამთაში. მაგარი კაცია ეგეც. რუდი გარსიაც რატომ უნდა მოიყვანო, მაგრამ ახლა რუდი გარსიას ვერაფერს და ვიდრე ნორმალური მწვრთნელი არის მუშაობს ბელგიაში. რატო არ იმუშავებს? ყოველ წელს ამბობენ არ ნახე, ოქროსაობა ბაზარზე არა, ბაზარზე არა, ნორმალურად. უბრალოდ არა, მაგრამ თორე ვინითა არავის არ უნდა ის ბელგიის. შემდეგ სოფლიოზე ვიღაცები მაგალითად მაინც ჩაისვრის და ამას მიაწერე. მე ის ვერი რავი, შემდეგი სოფლიოსთვის მოდი ჩვენ გავიმართ. შემდეგი კი არა, ჯერ მოდი ამ სოფლიოზე არ ვიცით რა მოხდება. საფრანგეთი მოიგებს მარტივად. მეც საფრანგეთი ვარ. მარტივად ვერ ვითხოვდი ეს. საფრანგეთი თუ ვინმე უნდა გააჩეროს ესპანეთი. სხვა ვერა. ის ვერი გააჩეროს.
ინგლისის მენტალიტეტი ფინალში არ უწყობს. ხო, ანუ ეს უკვე აღარ არის რაღაცნაირად კონკრეტული ფეხბურთელების ჯახი რა, ეს უფრო მწვრთნელების ჯახი. მარტო ხო, ეგეც ძალიან და როგორ შეასრულებენ მწვრთნელების როლი ძალიან ეხლა დიდი. უკვე მსოფლიო ჩემპიონატების მართლა ნახევარფინალებია და აქ ერთ-ერთ ფეხბურთელზე ვერ იტყვი, რომ დაბალი დონისაა და მწვრთნელის დავალებას ვერ შეასრულებს და რაღაცა რა. ხო, მაგრამ ხო იცი ზოგჯერ დიდი მატჩი შეიძლება ერთმა ისეთმა დეტალმა გადასცეს, ფაქტორი ვერ მაინც გაქვს. ის არის რა, მოულოდნელო ფეხბურთია. აიბათ უნდა იმფიქრონ იმაზე რომ ესპანეთმა ბურთი არ დაიჭიროს და არ მასა თორემ ესპანეთმა ბურთი დაიჭირა რა ცოტა გაუჭირდება საფრანგეთს. ხო და ესპანეთი თუ ბურთად დარჩა, ესპანეთი ბურთად საერთოდ ვერ ითამაშებს შემდგომ, იმიტომ რომ ესპანეთს ბურთად თამაში არ შეუძლია. ეგ ჯახი სისრაფეზე იმად ვერ შანსი არა ვერ აყვება. არა, ამათა ულისესთან ბაპეს ვერ ულისენ ბაპე როგორ უნდა ხუჭას რა ქვია იმას? კუკურეიადესი ვერ აყვება. ვილიამსი კიდე ვერ ეგ აყვება, თუ აყვება, სხვა ვერ აყვება, ვერ აყვება. აი, როგორ აკლია ვილიამსი. ხო, ფლანგიდან, აბა ესპანეთი ეგი ძალიან უფრო მეტ ვილიამსიზე, მაგ შავი როა, ხო, მაგაზე იმას რო ეთამაშებოდი ესპანეთს მეროთფინალში, სწორედ იმაზე ევროპაში და უკვე გაგვიტანეს გოლი, უკვე მეორე, მესამე გაგვიტანეს და ეგ მოდის ახალი შემოსული თან ზამენაზე იყო და გამორვის ფლანგიდან ეგ ნიკო ვილიამსი ახალი შემოსულია, თან 20 წლისაა, თან შავია და ჩვენიდან დაახდა ის გოლესიანი 38 წლისაა. თან 78 წუთია დააღლილი და ისე უცებ გასცა და გაუტანა გოლი ეს. ძალიან კაი თამაშების მოლოდინში ვართ და ჩვენი პროგნოზები თქვით. ხო, მე მაინც მგონია რომ ესპანეთი საფრანგეთის გამარჯვებული მოიგებს სოფლიოს. მაინც ასე მგონია. ნაადრევი ფინალი. ნაადრევი აი, ფინალი მგონია მე. ერთ-ერთი რაც არ გულშემატკივრობ არის არგენტინა საფრანგეთის გამეორება რა. არ მინდა, ხო, ისედაც არ მინდა და მე ესპანეთი ინგლისიც არის იქნება ცუდი. ევროს ფინალი გამეორდება ეგეც რაღაცნაირად. მე ესპანეთი არგენტინა მინდა. საფრანგეთ ინგლისის ისტორიული ჯახის კონტექსტში ძალიან გაასწორებდა ჩემთვის საფრანგეთ ინგლისის ხურები. ეგ მე არ მინდა. მე საფრანგეთი არავის არ უნდა ფინალში. ხო, რა ვიცი, ანუ ჩასაჯდომი თამაშებია, მოკლედ. ისეთი თამაშებია, ამოვებს ჩემი ხო. აზრით. ხელს რომ მოაწერდი ნებისმიერ სოფლიოზე, ანუ ორივე ნეიტრალური გულშემატკივრისთვის იშვიათია ამ ბოლო ჩემპიონატებზე რომ გავიცანოთ, რომ ნახევარფინალში 2010 იყო და იქ ურუგვაი შეძვრა, მაინც იცოდი რომ ფავორიტი ნიდერლანდები იყო. ნიდერლანდები იყო თუ გერმანია ხდებოდა. არა, ნიდერლანდები იყო, გერმანია ესპანეთს ხდებოდა. უერნერო დააჭერა. 2014 იყო და 2014-ში იყო კიდე შედარებით ბრაზილიას ვარ ჩაისვარა. ნუ ძალიან კაი თემა წამოჭერი მაგაზე ორი სიტყვა. 18 იყო და ბელგია შეძვრა, რომელიც არ ველოდი 28-ში ეგ ის წელი არ არის 2014, როცა რონალდინიო არ გამოიძახეს. არა, 2010-ია. 2010-ში და დღეს უყურები სხვათა შორის რონალდინიო მილანში თამაშობს. ძალიან კაი იყო. ძალიან რატო არ იმ წელს ჰქონდა ძალიან კაი სეზონი. უბრალოდ ბარსელონაში რასაც ვერ გაიგე. იგივე საკითხი. ბრაზილიას ხოჩევია. ბრაზილიას ხოჩევია. და წაიყვანეს ელანო. ცოტათი შენელებული. ელანო. ცოტათი შენელებულია უბრალოდ. ხო, სისრაფე აღარ იქნებოდა. მაგრამ იგი რა დგინდა ეს და ისეთ რაღაცებს აკეთებდა მოედანზე. ხო, ეგეთია მესიც ახლა გაც 40 წლისაა, მაგრამ მარცხენა ისეთია. ბრაზილიას დახატავდა თუ არ გააფუჭებდა. არაფერს გააფუჭებდა კაცო პირიქით. მაგრამ მელანო გაიყო ეს. ელანო. აკა იყო 2010-ში და წითელი მიიღო იმასთან, კოდიუართან და მაგის გამო გამოვიდა პორტუგალიასთან. აკა შემთხვევაში კიდე 14-ში აღარ გამოიძახეს. კაკა 14-ში აღარც იყო გამოსაძახებელი. ხო, მაგრამ ისეთები გამოიძახეს რა. არა, კაკა 14-ში. ზამენაზე ძალიან ამობიქონდა ჩამოძებდა. ნეიმარ რონალდინიო 2000-ში ნეიმარის გამოძახებას რა აზრი ჰქონდა? 2000 ეხლა ნეიმარი ის გამოიძახა რომ არ ელანძღათ მაგის გამო. მაშინ რა არის ხო კაკა ეს რო ჟუც მაგარიაში რომ იმან ბრაზილია გაც პენალი არ გამაზა იმასთან ნორვეგიას. იმარაში გამაზა. ხო, 0-0-ზე გამაზეს პენალი რა გაგინდას, ნუ მეტი ახლა. პენალტის გამაზვა ეგრე ისეთ ფეხბურთელებს გაუმაზიათ. ბაჯოსაგე, ჩემ ბაჯოსაკიდია. აგე. ის ფოტო უნდა გავაკეთო რა ერთი აი. ფეხდგომედა რომ მოკვდა. ეგრე ვარ იტალიის გულშემატკივრი 2006-ის მსოფლიოს. აი შენი ბიჭები იქით არის. მაგრამ ის 2020 ევროპა როგორ მოიგო იტალია? ევროპა როგორ მოიგე? ბანდის მუსოლინი და თემა. არა, ეხლა ეგ იყო გამართლება. არა, გამართლება არ იყო, კაცო, გაიგონდი. რა ინგლისი რაც ურდეში დაგაკეთე. და მე აირია რა. ინგლისი ვინა მოწოდია. ევრონაციონალ ფინალში შავება პენლები რო გამაზეს.
მაგაზე გეუ მაგ თამაშზე გეუბნები. ეგ თამაში არანაირად წაიგო. ეგ თამაში იტალიას უნდა მოიგო. ეგ თამაში იტალიას უნდა ოვერტაიმში შეეძლო მეორე გოლის გატანა. აბა ინგლისი იტალიის ჯახი წავიდა. გოლის ეპიზოდის მერე ინგლისს საერთოდ ის კარში დარტყმა არ ქონდა. რას მეუბნები? დამატებითებში არ ქონდა? არა, ერთ-ერთი კარში დარტყმა ქონდა ინგლისთან თამაში. მაგ თამაშის კადრად რჩება ის საკასრო აქშერებს. ხო, გიონენი რა. მათ ფასივით წამოიგო. იტალიამ ისეთი გოლი გაუტანა კონტექსტიდან ამოვარდნილი საერთოდ. ხომ კონტექსტი იეზომ გაუტანა თუ ვინ გაუტანა? ბონუჩი დამატებას. ხო. ლეანდრო თელ თამაში ამახსოვს მეგობრებთან ერთად უყურებდი ძლისზე რა დიდ ეკრანზე და ყველა ხა ინგლისის რამოდენიმე ინგლისის ფანი იყო. ცოტა ინგლისის მოფანოები, აი ინგლისური ფეხბურთი პრემიერ ლიგა რო ევასებათ რაღაცა, ვიყავი ერთ-ერთი იტალიის ფანი რა. თუ თელ თამაში მახსოვს რომ კიეზა რომ მიიღებდა ბურდა. გაუთიშე თამას მიკროფონი. კიეზა რომ მიიღებდა ბურდა რო დაიწყებდა სირვილს, აი იქ ინგლისის ფანებს რო შევხედავდი უკვე ყველას რო ოფლიას ხავს. არა, მაგ ფორმაში ყველას გაუკვირდა ინგლისის ფარო წააგო, ხადაობა. მე არ გამგვირებია. არა ძმაუყვება. იგი ძახიან ისტორიაში პირველად დადეს ევროს ფინალი რა. მე მეორე რაღაც ისე თამაშობდა ინგლისი. მე იყო ევროზე. იტალია არ იყო. ფინალში საფინალში უნდა გასულიყო იტალია. რატო არ უნდა გასულიყო? 2006-ში როგორც მოგოიგო, ეგეთი არ იყო. 2006-ში წვალებით 2006-ში ბევრად იწვალეს. ერთი გოლი გაიტანა. ხო, საფრანგეთმა იწვალა ჯგუფში. აი მე ერთ-ერთი რომელი იტალიაზე ემწვევა, იცი გული აი რაღაც იტალიაზე ლაპარაკობს. კონტეს იტალიაზე რა. 16-ის. 16-ის ხო გერმანიამ რო გააგდო. სიმონე ძაძამ რო ძაძაში გაუშვა პენალი. არა და მან ფლორენციას. აი ეს რომელი წელი იყო? 10 იყო თუ 14? რომელი? ინგლისი იტალია რო შეხვდა პირველს გატარებდა. 12. 12-ში შეხვდნენ ეგენ და 14-ში ჯგუფში. შენ რომელზე გაუტანა. და მე ესპანეთმა დაგვმართა ჯოჯოხეთი. ესპანეთის 4-0. აგეია. ეს გახსოვს ერთად რო უყურებდი. დაგიბრუნდა ვერანგივი. აუ მაგარი 12 იყო ეგა? 12 იყო. იმის მერე რამდენჯერ დაგვიბრუნდა იტალიის ფანეს ბუმერანგი და მატერაცის ერთი თაური ამოგვადიდეს. დაგვაყოლეს. არ მიწე, ხუჩები არ მიწე. ჯენტილეს და იმის მარადონას დუელი და მატერაცის თავი გადააყოლეს თან. მაგას არავინ არ დაივიწყებს. ხო და მოკლედ ეგრეა რა. იმიტომაც თქვი რომ ისტორიული დღეამდე. მოკლედ მისიამოვნოთ ფეხბურთით. ეგ რა სხვა მე რაღაცა. მაგრად მისიამოვნო და მისწორდება ეპსოფ. წავიდეთ ქართული გუნდების თამაშებზე პარალელურად. აუცილებლად. თან ნახევარფინალების დღეებიც ემთხვევა. ხო, წარმატებები იმას ჩვენს უყუროთ ბიჭებს. აქეთ ამას. აქეთ მისიამოვნოთ კარგი ფეხბურთით მეტი რა გვინდა. ნახევარფინალების მერე ვნახოთ. ერთი პრობლემა მაქვს იმაზე დროებზე თორე დანარჩენი ახლა 11 წეა ორივე თამაში. და მე არ მომწონს დღე რო უწევს თამაშები, ძალიან არ მომწონს. დღეს იქაურჩებს რა კი. მე დღე როა მინდორზე თამაში რაღაცნაირად არ მომწონს. თან იქ ჩემი იქ იყოს გამე და აქ იყოს. ყველაფერი მოქმედებს რა, ეხა ტემპერატურა ისე ყველაფერი მოქმედებს. ორგანიზმიც მოქმედებს, ინდა არ გინდა. მაშინ ძიმე თამაშები თან ეს რა უბედურებაა ბიჭო გოლფის სტადიონებზე ფეხბურთი რო უცებ რომ ზეთხეც რო ჩვენებენ და ამერიკა კავკასიონი და ევროპაში მაგალითად ეხა რო სიცხე მასეთი იქ არ არის. გოლფის და ბეისბოლის სტადიონი. მოკლედ მე ჩემ პროგნოზს მაინც ვიტყვი. ხო მეც ვიტყვი ჩემ. დასავლეთ ევროპას მოდის უკვე დასასრული მსოფლიო ჩემპიონატის და მოიგებს იქეთაბადიდან ესპანეთის საფრანგეთის სადაცა და ამიტომ მინდა არგენტინა 7-9 მესამე ადგილისთვის დაეჯახოს. თუნდაც ესპანეთს, თუნდაც საფრანგეთს არ ამაქვს პრობლემა. მე სუბიექტური ვიქნები და მინდა ინგლისმა მოიგოს. დომით არგენტინა მინდა მაგრამ ვერ მოიგებს. შაციერა. რა ანუ ინგლისს აქვს შანსი. ინგლისს 10%. არა 10-ც მეტიც არ კაცო. ეხლა ესპანეთი საფრანგეთის თამაში რომ მანდ 50-50 60-40 ეხა ჩემი საფეხბურთო პრეფერენციებიდან გამომდინარე ძიმე 40-ია არგენტინა ესპანეთის ფინალს ნახავდი დიდი სიამოვნებით და იქ ეხა გამარჯვებული ორივე გამეხარდება. მაინც არგენტინა გაიგო. მაგ ფინალზე ვიქნებოდი წამოწევი 7. ზეგან ასაბუთო მაინც არგენტინა მესამე ადგილისთვის ინგლისმა მოიგოს 7 საფრანგეთთან ბიჭო არა და ბრინჯაოს მედლები ჩაიხუტა ინგლისი და ნახევრად ვარსკვლავი დაიხატა კიდე ინგლისი იმსახურებს
მოდის. სამსახურებით ყველა იმსახურებს. არა, განაჩენები არ იმსახურებენ, ძმაო, ყველა მოიგო, ჩვენ არ მოვიგია. მე მოიგე თუ 66 ისე რონალდუსი არ იყოს, რონალდუ იმსახურებს, რომ ისახერხებს. რონალდუს გამომიდოდა ხო მე მოიგე თუ იმსახურებს. ეგეთი რაღაცა მაგათი კარგიც. მაგარი იმსახურ თუ იმსახურებს მოიგოს. და დამსახურებული. მოგას ვიძახი მე დამსახურებლად არ გავიდა ფინალში. ნახევარფინალში. მე რომ ვიძახეს არა. იქნება და ახაც დამსახურებლად გადის ხო ფინალში. თუ მოიგებს, მოიგოს კაცო. და მე როგორც ბალეში კი მინდა. იმსახურებს. ერთ ჩავამატოთ რა. არ იმსახურებს. ქართულ ფეხბურთელს ლაპარაკობდით მან გამოჩა თქმა და სატრანსფერო ფანჯარა არა და იმედია ქართული გუნდები ამ ეტაპებს როცა წარმატებით დაძლევენ ტორპედო შესაბამის გაძლიერებასაც მიიღო. ხო რა, იმიტომ რომ ჭირდებათ რა, ყველას ჭირდება რომ 2-3 კარგი, ნუ 2-3 თუა 2 და ნაღდი. ერთი და ნაღდი. ერთი და ნაღდი. ქართველის ადმეი. კარგი ლეგიონერები გჭირდება. მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ეს ბიჭები წამოიზრდა გადავლენ ევროპულ გუნდებში, მერე ჩვენ შევსება და გადავიდნენ, არ არის პრობლემა და შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს ნაკრები. კი, თანახმოვართ მაგაზე რომ ო, საკლუბო ბრინდება. ხო, წარმატებები ქართულ გუნდებს, წარმატებები ჩვენ საყვარელი ნაკრებებს. წარმატებები. კარგი თამაში პირველ რიგში რა და ნაკრებები ახლა. მე ვიცი ვინც მოიგებს, მაგრამ მე საფრანგეთი 25% დარწმუნებული. მე საფრანგეთი მგონი. მე ინგლისი. მე ინგლისი მგონია. მე მესის ნახავდი ჩემ გოლს. ჰარი კეინმა უნდა თასი რო ეხუტება ეგრევე ჩამი. და ბარე მეცხრე ოქროს აა, ბურთით საცოდავი ხარი. გამოვიღოთ. მესი მოიგოს სოფლიო ოქროსი ყარა. ოქროს მაინც იმას მისცემენ მესის. ისე მაგაზე რომ დავალე. მესი საერთოდ ფიტბარგლიაში. მაგაზე მაგაზე რომ დავნერგოთ არ შეიძლება SMS-ებით რო იყოს ამ Facebook-ზე პოსტით ოქროს ბურთით. დაგვიწერეთ კომენტარებში ვინც კიდე ოქროს ბურთი არ იყოს ამ ყარა ყველას გინდა მაგრამ. მე იმას ექსეს არ ვიცი იმას აზიას ვაფშე. ყარა გაუბერა იღებს. ვინგი და თან ისე რა ოქროს მოდია, ბურთი დაწერეთ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, რომ სოფლიოზე ოდესმე ყოფილა ესე ჩვენ დაგვემართა მაინც. როგორც იქნა ქართველი გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო და სამაგიეროდ როგორი გახდა. მეორე კვარა ეხა თუ ჰეტრიკზე წავიდა PSG და ბარემ ტრიპლეტი თუ გააკეთეს ტრიპლეტი და ეგ ეგრევე ძალიან ხარაბე რასაც მე ძალიან გუშინო მაგამ მოს რა იმიტომ ეხა ბარსელონასაც უყურებ ჩვენ დასამწუხაროდ არ გავს რეალი იგიჟებს ახლა თავს და რეალის დაბრუნების წამო ვინები იყიდა ბიჭო ხათა უბრალოდ აუ ეგ არ უნდა შეიძლებოდეს რა ჩემია როგორც კალათბურთში არის რომ სიტყვაზე თუ ყიდულო ვინმე სტარს აქედან უნდა გაუშვა ვიღაც ეგრეა კალათბურთში კი ეს არ შეგეღა რაც კაია ეგრე არ გამოდი ახლა მაგალითად ის რო იყიდა მაგას ვინ ადგენს მე ლებრონ სახელმწიფო ჭერებია ისე გასულ ლებრონ ჯეიმსი რომ ხუთი სუპერსტარი ვერ გეყოლება რა თუ შენ თვითონ არა ვისაც უხდი თუ რომ ლებრონ ჯეიმსი რო იყიდა ეს ლეიკერსმა რო იყიდა ლებრონ ჯეიმსი იქიდან გაუშვეს ოლი კალათბურთი ლეიკერსიდან რეალი ყიდო ფეხბურთშიც არის ეგეთი რა არა არის რეალი იქიდან თვითონ თუ გაუშვებეთ თუ რაღაც ჩელსი ნახევარგუნდში იყიდა მსოფლიო წინა არის დარეგისტრებაზე ხო პრობლემა ეგ ბარსასაა პროცესში არის პრობლემა ეგ ბარსას ეკდება ვართ ეგეთი პრობლემა სახელმწიფო რაღაცაზე ეგ ბარსასაა მარტო კუკურე ხა დუმფრიზი ხო იყიდეს ო დუმფრიზი გაი ისა კუკურელი ხო იყიდეს აი დიდი ვერა რა დიდი ვერაფერი ესპანეთი საუკეთესო არის კიდე ვინ იყიდეს კიდე ვინ იყიდეს ბერნარდო სილვა ოლი სეზემიდის ლაპარაკი და შედიდი ალბათობით იყიდია როდრიგოს უშვა ყვარაზეც მიდის ლაპარაკი თუ ოლისი არ გამოვა ყვალი სეზემი თუ გაუშვეს იქ ბანი კი და ნებონ ყვარას თავი ამ არეულ რეალში მე ყვარა არ მინდა და პლუს კიდე მოუვინიო თურთნელად თვითონ შეიძლება ძალიან უნდა ვინის კონატე მეყოლეს ერთად მან ეგ ვერ მოიგებენ შეიძლება ჩუამენი გაუშვა ანუ ერთი გაუშვა ან ვალვერდე შეაწყვიტონ ერთმანეთთან რომელიც საერთოდ რაგეთ ბელინგემი ეყოლებათ იქა ოლისე თუ გარეშე სანამ ვინისიუსი და მბაპე იქნება ერთად მაგუნჩი ეგენი ვერაფერს ვერ მოიგებს სანამ ორივე ერთად იქნება ოლისე თუ იყიდეს ვიღაცა გაუშვა ბაპესთვის ესეც ამ ხელა ის არის მაშინ ვინ უნდა გაუშვან ოლისეს თუ კიდულო ჩუამენი არა წავალაგეს ჩუამენი რა ეხა ვალვერდეც ხო ხო და ერთად ეგენიც არ გამოიდგა კაი სატრანსფერო ამბები ხო მაგას გარკვეული რო იქნება მე ვისაუბრებ ამ ყველაფერზე ასე რომ ახლა მოდი სოფლიოს სხვა სპორტზე თუ გინდოდა რა მის თქვა შენ სპორტზე მოდი ახლა არ მინდა კარგი მაშინ მოდი ერთი ბოლოსკენ ვისკოთ რომ
გამოგვიწერეთ, დაბალაიქეთ, ნუ, ეგ დაგვიკომენტარეთ. მაგის გარეშე არ შეიძლება. hot take-ები დაგვიწერეთ კომენტარებში. ვისაუბროთ. თეისტი კომენტარები. ო, ჩემი hot takes აქვე ვიტყვი, რომ არგენტინა ვერ გავიშალა ნახევარფინალში, ასეთი ბადე რო არ ქონოდა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ბადე ქონდა. ჩემი red flag-ი იქნება არგენტინამ რომ მოიგოს ჩემპიონი. პერსონალურად. კი. მაგრამ ესე კარგი საუბარი გამოგვიყვება. ისე მაგრა გაასწრო და მესის ორი მსოფლიო. აი, გაალებეთ თავი არის. ეყოფა ჩემი აზრით გოლი. ბატისტუტას უნდა მოეგო მასე მესის კი. კარგი საუბარი გამოგვივიდა. გაასწორა. იმედია ისიამოვნებთ თქვენს. რა, ისიამოვნოთ ერთად ფეხბურთით. ხო, იაქტიურეთ, გამოგვიწერეთ, აბა კარგად, დროებით